ეს არის მაგიური, საერთოდ წარმოუდგენელი, როდესაც შენ ელოდები ამას, თან ვერ ვწხვდები ამ სიბნელეში რა დრო გადის. რა არის ის პროფესია, რაც ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს და ეს იყო სწორედ ამ ბნელ ოთახში, როდესაც ფოტო ნელ-ნელა გამოდის. მე ვარ ახლა რეჟისორიც, ოპერატორიც და სცენარისტიც. რა არის თქვენში აი ეგ რაც წამს გაჭერინებთ? მე მომცეს უფლება და შემიშვის თავიანთ ცხოვრებაში. მომცეს უფლება, რომ ვიყო დამკვირვებელი, როცა უყურებ მათ ცხოვრებას. თაში ადამიანებმა შეინარჩუნეს ის, რაც ჩვენ ბარში დავკარგეთ. და აი რა არის ეგ? სწორედ ადამიანი ხარ მარტო. აი, საერთოდ არავის არ ადართებ. აი, ამდენი ქაოსური ფიქრი რომ დავიჭირო, თუ რამდენი მოძრაობა შემდგრინჯო ვხვდები საერთოდ რა და რომ მე დასვენება არ შემიძლია. მე მგონია რომ რამხელა ენერგიას იღებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენი ფოტოები რომ ნახონ 200 წლის შემდეგ. რა სიფიქრებენ ადამიანები თქვენი აზრით? რა რეალობას დაინახავენ საქართველოსას? თითოეული დეტალი ძალიან კარგად გვიყვება იმ დროს, იმ ეპოქას, როგორები იყვნენ ადამიანები. ეს არის წამი, რომელიც აღარასოდეს არ განმეორდება. გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი 9 საათი და მე დაგიბრუნდით პოდკასტ არეადან. ეს ეპიზოდი იმ იშვიათი შემთხვევებიდან არის, როდესაც მე პოდკასტ ეპიზოდს არ ვაგებ თემაზე, არამედ ვაგებ სტუმარზე. დღეს ჩემი სტუმარი არის ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი. გამარჯობა. გამარჯობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მაყურებლების უმრავლესობა იცნობთ ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილს. ვინც არ იცნობთ, გეტყვით, რომ ესეთი საამაყო ამბავი არის, რომ მას აქვს დაფუძნებული ფოტოკლუბები ჯავახეთში, პანკისის ხეობაში და აჭარაში და ცნობილი ფოტოსესიებია ქალბატონ ნათელას მოღვაწეობიდან დედაჩემის წიგნი, დუხობორების მიწა, თაგვების სოფელი, ცხოველების მარკეტი, ეთნიკური უმცირესობები საქართველოში და პანკისის ხეობის ქალები. სანამ საუბარს დავიწყებ სტუმართან, უნდა ვთქვა აუცილებლად მადლიერებით, რომ პოდკასტის წარმომდგენი არის 26 წლის გამოცდილების გერმანული ბანკი, პროგრესის ბანკი და ასევე MyPenG, რომელიც არის ხელოვნური ინტელექტი და რომელიც მე მეხმარება დავგეგმო პოდკასტის ეპიზოდები, თარგმნო სტატიები, იმიტომ რომ ქართულად ძალიან კარგად წერს და ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და აბსოლუტურად უფასოდ სცადოთ. ამ პატარა შესავლით კიდევ ერთხელ გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ჩემს პოდკასტში. მადლობა, რომ გამონახეთ დრო. და როგორც სანამ კამერებს ჩავთავდით, გითხარით, მე თქვენ ფოტოებზე ვგიჟდები. დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და იმისთვის, რომ აქ მომიწვით. საოცარი ფოტოები გქონთ და ძალიან მინდოდა თქვენი გასნობა ესე და მადლობა ამისთვის. დავიწყოთ სუპირველი კითხვით, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაინტერესებს, როდის აიღეთ ფოტოაპარატი ხელში და საერთოდ რატო გადაწყვიტეთ, რომ საქმეს გაყოლოდით. მე ყოველთვის ვიწყებ ხოლმე იმით, რომ დავიბადე და გავიზარდე სოფელში. ერთ პატარა მთისპირა სოფელში, ბავშვობაში გატაცებული ვიყავი ხატვით, ვხატავდი, ძალიან ბევრს კითხულობდი, ძალიან ისეთი მუდო ბავშვები რო არიან, ეგეთი ვიყავი. და რაღაცა სკოლაში სწავლის რაღაცა ეტაპზე ძალიან შემიყვარდა კინო, ხოლო დოკუმენტური კინო. და მაშინ ფიქრობდი, რომ მინდოდა რომ გამხდარიყავი დოკუმენტური კინოს რეჟისორ, ოპერატორი, ანუ მარტო ყოფილიყავი და ყველაფერი მე გამეკეთებინა. შემდეგ დავამთავრე სკოლა, ჩავაბარე სამხატვრო სასწავლებელში, მე აღმოვაჩინე, რომ იმისთვის რომ გამხდარიყავი ოპერატორი და გამოცდებით ჩამებარებინა, უნდა ვცოდნოდა ფოტოგრაფია და აი ეს ჩემმა მეგობარმა მაჩუკა თავისი პატარა კამერა სმენა, ეს საბჭოთა კამერა იყო ყველაზე მარტივი, 15 მანეთი ღირდა მაშინ, რომელშიც ჩადევდი ფირს და მე ყველაფერს რაღაცა ძალიან მარტივი იყო ყველაფერს ასწორებ და აი ესე დავიწყე გადაღება. თუმცა რა თქმა უნდა ეს ფირის თაობა ვარ, მაშინ ფირი იყო, გამჟღავნება, შემდეგ ბეჭდა, ნელ-ნელა ხან-სად ვისწავლე, მაგრამ მე აღმოჩნდა, რომ ერთწლიანი სასწავლებელიც გავიარე, როგორც ფოტოატელიის ფოტოგრაფი. ეს დიღომში იყო ეს სასწავლებელი და გვერდით იყო, ეკუთვნოდა იქვე ახლოს, ანუ ჩემ გვერდით იყო მაგალითად ფეხსაცმლის მკერავო
კერვას სწავლობდნენ ტანსაცმლის კერვას და როდესაც დავამთავრებდი მე უნდა წავსულიყავი ფოტოატელიეში სამუშაოდ. სხვათა შორის ამ ჯგუფში იყო 24-ნი ვიყავით და 23 ბიჭი და ერთი გოგო მე ვიყავი. და ერთადერთი ყველაზე დიდი ბედნიერება რაც იქ იყო ამ სწავლაში იყო ის რომ მქონდა სტუდია სადაც შემეძლო გადამეხო, მაშინ ფირი ძალიან იაფი იყო და თან ეს ყველაფერი ჩვენ გვეკუთვნოდა სასწავლებლის ფარგლებში და მქონდა ფოტოლაბორატორია, სადაც აი რომ მივდიოდი დილით, სმახსოვს, ეს ვისაც თვითონ დაუბეჭდია ის ძალიან კარგად გამიგებს რის თქმა მინდა და ხამე რომ უკვე დღის ბოლო იყო ეს ჩემი პედაგოგი ვინც იყო მომიკაკუნებდა და მეტყოდა რომ წადი ახლა სახლში, იმიტომ რომ ეს არის მაგიური, საერთოდ წარმოუდგენელი, როდესაც შენ ელოდები ამას, თან ვერ ვწხვდები ამ სიბნელეში რა დრო გადის, ხო, იქ რაღაც სხვანაირია დროის აღქმა და თან უყურებ. აი მართლა ჯადოსნური სამყაროა და სადღაც წავიკითხე რომ ესეთი ფრანგებმა გამოკვლევა ჩაატარეს რა არის ის პროფესია რაც ყველას დიდ სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს და ეს იყო სწორედ აი ამ ბნელ ოთახში როდესაც ფირი ფოტომ ნელ-ნელა გამოდის, გამოსახულება გამოდის და აი ესე იყო, აი ესე სწავლობ. თუმცა მე მინდა გითხრათ რომ ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება იმიტომ მე ძალიან პატარამ დავიწყე დამოუკიდებელი ცხოვრება 16 წლის უკვე როცა წამოვედი თბილისში და მინდა გითხრათ არც ვიყავი მე მზად დამოუკიდებელი ცხოვრება ძალიან ბავშვური ისინი ვიყავი რაღაცა ბევრი რამეში მომზადებელი თუმცა საბოლოო ჯამში არც სუსტიც არ ვიყავი მაგრამ ვერ შევძელი სწავლის გაგრძელება ფინანსური მების გამო რომ მარტო რაღაცით თავი უნდა მერჩინა და ესე და ესე და დავრჩი ფოტოგრაფიაში სადაც მე ვარ ახლა რეჟისორიც, ოპერატორიც და სცენარისტიც. საბოლოო ჯამში მე ვარ კმაყოფილი ამით. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ დიდი ხნის მერე მე ავისრული ჩემი ოცნება და ერთ-ერთ ფილმზე ოპერატორადაც ვიმუშავე. რა მაგარია. ძალიან მაგარია. ესე მოვედი ფოტოგრაფიაში. ეს რაც აღწერეთ ფოტოს ბეჭდის მომენტი მეც მგონია რომ რაღაცა სრული ჯადოსნობა არის, ჯადოსნური არის, უბრალოდ არიცი საერთოდ. აი ციფრულ კამერას მაინც ჩართა უცებ დააჭერ, ნახე რა გადაიღე და იქ რომ აჭერ ფირზე საერთოდ არაფერი არ იცი, იმიტომ რომ მეც ვიყავ გადაცებული და რომელი საბჭოთა კამერა ძალიან ცნობილი სახელი აღარ ზენიტი ხომ? ზენიტი მქონდა და დავდიოდი თბილისის ქუჩებში ხანმეს უღებდი და მე რომ მიმქონდა და რომ და გაემჟ აი ერთი სული მქონდა ის როდის დაიწყაპუნებდა რომ ჩაცლელი იყო ხო ძალიან საინტერესო იყო და მე აი როდის აი სერიოზულად რომ მიუდექით აი რა გახსოვთ აი რა გადაიღეთ ან რაღაცა ეს დიახ, აი როდესაც ეს სასწავლებელი დავამთავრე, ძალიან მალე მოვხვდი დავიწყე პრესაში მუშაობა. და თავიდან ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი, მაგრამ რაღაცა დროის მერე მივხვდი, რომ მე არ ვარ რეპორტიორი. ანუ მე არ მინდა ის გადავიღო, რასაც სხვა მავალებს. და არამედ მინდა ის, რაც მე მაინტერესებს. თუმცა მაინც მინდა არ მინდა ძალიან დიდხანს მომიწია მაინც პრესაში მუშაობა. და ერთადერთი რაც იყო, ხო აი რაც დავიწყე ის, რაც ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იყო ის, რომ ახალი დაწყებულიც როცა მქონდა ჯერ პრესაში არ მუშაობდი მაშინ, რას ვიღებდი ყველაზე ხშირად, ჩემს სოფელს, რომელიც სულ მენატრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩვენ ვიცით რომ რატომ მოდიან ძირითადად ქალაქში ხო იმიტომ რომ ისწავლონ განვითარდნენ და რაღაცას მიაღწიონ თუმცა მიუხედავად ამისა მე დღესაც ასევე ვარ სხვათა შორის და არა მარტო მაშინ სულ მენატრებოდა სოფელი მივდიოდი ჩემს სოფელში და ვიღებდი და აი ამდენი წლები 30 წელზე მეტია მე ვიღებ ჩემს სოფელს და იქიდან დაიბადა სწორედ ის ორი სერია დედაჩემის წიგნი რომელიც დედაჩემს ეძღვნება და თაგვების სოფელი რომელიც ჩემს სოფელს ეძღვნება იმიტომ რომ ჩემს სოფელს ქვია თაგვეთი და აქედან გამომდინარე დავარქვი ეს სახელიც და სხვათა შორის აი ახლა სექტემბერში მარსელში გამოიცა ჩემი მეორე წიგნი ის პირველიც მათ გამოსცეს დუხობორები და ჩემმა ფრანგმა რედაქტორმა ამ ორი სერია გააერთიანა და დაჟინებით მოითხოვა რომ მასთვის უნდა დაერქმია თაგვეთი და ამ ჩემ წიგნს ქვია თაგვეთი და ეს მავედნიერებს იმას რომ ეს ჩემი სოფლის დიდი გულშემატკივარი ვარ ძალიან მაწუხებს ის პრობლემები რაც იქ არსებობს და
მაინც ფიქრობ ხოლმე რაღაც ერთი ნაბიჯი მაინც გადაიდგა. ხო, მე რამდენმა ხალხმა გაიგო ჩემი სოფლის სახელი. ხო, და ძალიან მაგარია. იცით ძალიან საინტერესოა, ყველას ეცინება როცა ამ სახელს ამბობენ და შეიძლება ადამიანის შემთხვევაში რომელიც 10 წელი არც მინახავს და მე კითხავს რომ რა ხდება თაგვიჩი. აი უკვე რა ხელა ეს არის, საერთოდ რამდენი სოფელია ვინც არავინ არ იცის, მაგრამ თაგვეთი უკვე ეს ამდენი მახარებს ხოლმე. ძალიან მაგარია. ეხლა მინდა რომ გადავიდეთ ისეთ რა ნაწილზე აქეთ. აი ხედოაზე რასაც ქვია რა, იმიტომ რომ თქვენ ფოტოებს რო ვუყურებ, ისეთ რაღაცა არის დაჭერილი, რომელსაც ესე ჩვეულებრივი თვალი თითქოს საერთოდ შეიძლება ვერც ამჩნიოს და ვერც შეამჩნიოს. აი რა არის თქვენში აი ეგ რაც წამს გაჭერინებთ და ამისთვის რაღაცა თვალს აი რაღაცა სავარჯიშო შეიძლება იყოს ამისთვის, თუ უბრალოდ ეს ხედვა გაქვთ ასეთი რაღაც განსაკუთრებულ მომენტს იჭერთ, თუ აი როგორ ხდება? მე გეტყვით როგორ მუშაობ. მე მუშაობ ფოტოპროექტებზე, აი რაც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ და კიდევ სხვა პროექტებიც მაქვს. და მუშაობ, მე ვარ დოკუმენტალისტი. ამ ჩემს პროექტებზე მე მუშაობ ხანგრძლივად. მაგალითად, იგივე მაღალმთიანი აჭარა, რომელიც გამოფენაც ახლა არის ამჟამად, მე უკვე 10 წელია რაც მუშაობ. თუმცა მე უკმაყოფილო ვარ იმით, რომ არ არის იმის შესაძლებლობა, მე უფრო მეტი და მეტი დრო გავატარო იქ, რაც უფრო მეტ დროს ხარ, უფრო მეტ შედეგს იღებ. დოკუმენტური ფოტოგრაფია არის მნიშვნელოვანი იმით, რომ ეს არის რაიმე მოვლენის, რაიმე ამბის დოკუმენტირება ხანგრძლივ დროში. ამავე დროს ეს არის კვლევა. ძერ კარგად შესწავლა, ამავე დროს თან კვლევაც იმ ამბების, მაგალითად ადამიანები თავიანთ გარემოში, რასაც მე ვიღებ ახლა აი ამ კონკრეტულ პროექტს, მისი კვლევა. და მნიშვნელოვანი არის, რომ რაც მეტ დროს გაატარებ, რაც უფრო ახლოს შეხვალ ამ ადამიანებთან ცხოვრებაში და მათი ნაწილი ხდები თითქოს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არის რომ მე იქაც ვთქვამთ ხოლმე რა, რამდენი ხანი იღებ ამ ადგილას, რატომ რისთვის, ვიღებ იმიტომ რომ შენ თითქოს ნაწილი, თითქოს მაგ ცხოვრებას მიყვები მუდმივად. კი, მათი ცხოვრებით, რა თქმა უნდა მე ყოველთვის ვარ მადლობელი იმით, ამ მაგალითად კონკრეტულად ამ ადამიანებს ვამბობ, რომლებაც მე მომცეს უფლება და შემიშვეს თავიანთ ცხოვრებაში. მომცეს უფლება რომ ვიყო დამკვირვებელი, მომცეს უფლება რომ შევისწავლო. ან იცით, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აი ხანდახან არის მომენტი, როცა ვზივარ და არ ვიღებ და ვერ ვუსმენ მათ რაზე რაუბრობენ, რაზე საუბრობენ. ყოველთვის მინდა ხოლმე რაღაცა მეც ვეკითხები, აი ძალიან ფრთხილი უნდა იყო, იცით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრთხილი და ჩემთვის ეს ადამიანები არ არიან უბრალოდ ისინი ვინც უნდა გადავიღო ფოტო და კარგი კადრი მივიღო. ისინი მეგობრები ხდებიან უკვე, აი რაღაცით, როცა ჩამოვდივარ, სულ მე წერენ, აბა როდის მოდიხარ, ახლა ზამთარში ხო ჩამოხვალ, ახლა მე როცა მივდივარ ზაფხულში და დავიგვიან, მეკითხებიან, რატო დაიგვიანე, გელოდებოდით აქ და ანუ ეს არის ზუსტად ის, რომ რაღაცით მათი ცხოვრების ნაწილი ხარ. ის როცა შენ კამერას ვეღარც ამჩნევენ. და ალბათ კამერის გარეშე რომ მივიდე, ეგ უფრო გაუკვირდებათ. ეს დოკუმენტური ფოტოგრაფია არის სწორედ ეს ლოდინის რეჟიმი, დალოდება, იდგე და ელოდებოდე კადრს, აკვირდებოდე, სწავლობდე და აუცილებლად ბელია ის, რომ შენ იყო თანამგრძნობი მათი ცხოვრების. არა უბრალოდ რომ გაიარე და ის გინდა არ გინდა ყოველთვის ხდება. თუ მე ვიგრძენი რომ მე ვერ ვხდები ნაწილი, იყო ასეთი პროექტიც მქონდა, რომელზეც მინდოდა ცოტა დავიმუშავე და მე მივხვდი რომ ეს არ არის ჩემი თემა და ამიტომ დავანებდი თავი და გამოვედი. ეს შიგნიდან, იცით, ფოტოგრაფია მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე ამას, რომ არის სიამოვნება. ჩემთვის პირველ რიგში ეს არის სიამოვნება, რომელიც რაღაცით აზარტიც არის რაღაცაც მე ბედნიერს მხდის. და აქედან გამომდინარე მე ყოველთვის მუშაობ ისეთ თემებზე, ისეთ გარემოში, და რომლებიც ჩემთვის არის არა უბრალოდ საინტერესო, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი. და ამავე დროს მიმაჩნია, რომ ეს არის წამი, ცოტა ესეთი გამოთქმა ბანალური ვითომ, მაგრამ რეალობა ეს არის წამი, რომელიც აღარასოდეს არ განმეორდება. ზუსტად ის, რომელსაც თიც აჭერ. და ესეც როდის დააჭირო თითი, ეგეც არის ხოლმე მნიშვნელოვანი. ესეც არის სწორედ აი დაკვირვების და მოლოდინი, როცა შენ ელოდები და ხვდები, რომ აი ეს ის კადრია, რომელიც გინდა. ხო, დაი.
ეს ხო? კი. აი მეკითხებია ხოლმე აი კომპოზიციას როგორ საზღვრავ, რო გითხრათ სიმართლე, არის საზღვრავ. ეს ყველაფერი ინტუიციით ხდება. ვერ გეტყვით რომ მე ძალიან ბევრს ვფიქრ, ან მაგაზეც ვფიქრ, ამაზე ამდენ რამეზე ვერ იფიქრებ ერთდროულად. თან იმათი ცხოვრებით ცხოვრობ უსმენ იმაში. აი ეს თქვენ ახლა ბევრჯერ ხსენეთ დამკვირვებელი და რა გასწავლათ აი ამ 10 წლიანმა მარტო ერთი პროექტი რო ავიღოთ. ამ 10 წლიანმა დაკვირვებამ აი თქვენში პიროვნულად რა გასწავლათ შეგვიძლია შეგიძლიათ რომ მითხრათ. თუ კი ავიღებთ ალბათ ამ აჭარის პროექტს გულისხმობთ. იცით როგორ არის? მე ბევრჯერ როცა უყურებ მათ ცხოვრებას, ვაკვირდები, ვსწავლობ, სხვათაშორის მეუბნებიან ხოლმე შენ ყველაფერი იცი აქ რაც ხდება. ანუ ახდება კი არა, აი რა წესები, ადათები, რა აქვს ჩვეულებები, ყველგან რეგიონს სხვადასხვა აქვს განსხვავებული. მაგრამ იცით აი ხანდახან ჩემი თავისთვის ბავშვებსაც კი რო ვუყურებ, როგორები არიან ისინი თუნდაც უფროსებთან, როგორები არიან ერთმანეთთან, თუნდაც უფროსები როგორ უდგანან გვერდში ერთმანეთს, როგორია მათი შრომის მოყვარეობა, მიზანდასახულები, როგორები არიან სტუმართ მასპინძლობებს, რაღაც აი ყოველდღიურ ოფისში მე ხშირად მithქვამს, რომ აი რამდენ რამეს ვსწავლობ, მე ეს არ ვიცი როგორ, რომ ნახეთ ეს პატარა ბავშვმაც უკეთესად იცის, იმიტომ რომ ის ასე აღზარდეს, როგორი უნდა იყოს უფროსთან, როგორი უნდა იყოს, რა ვიცი, მეგობართან, ნათესავთან და მithქვამს, რომ ნახეთ რამდენ რამეს ვსწავლობ მათგან. მართლა ვსწავლობ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვფიქრობ ხოლმე, რომ თაში ადამიანებმა შეინარჩუნეს ის, რაც ჩვენ ბარში დავკარგეთ. და აი რა არის ეგ? ეს სწორედ ურთიერთობები ადამიანებთან, სტუმართან. როგორ იქცევიან? აი ნახეთ მე მაგალითად მაღალთიან აჭარაში ნამყოფი არ ვარ საერთოდ სამწუხაროდ. ასევე თუ სადმე მთაში ვარ ნამყოფი საქართველოში მაგალითად, რამდენი ხნით ხო აი 10 დღით მაქსიმუმი ხო რა შეიძლება 2 კვირით. ასე რომ მათ ცხოვრებაში ეს არასდროს არ ჩავთვალოთ და ჩემთვის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ მე ვამბობ ხოლმე ჩემი ჰობი არის დაჯდომა და ადამიანებზე დაკვირვება, ხო? აი მომიყევით რა ხდება საერთოდ იქ რა არის, იმიტომ რომ აშკარად აქვს რაღაც ისეთი ჯადოსნური მანდ, რომ თქვენ ასე გიყვართ იქ ყოფნას და გადაღებას, ხო? როგორი ცხოვრება? იცით, აი ახლა ზაფხულში ვიყავ იქ ერთი თვე, მე ჩამოვედი, მე კიდე ჩავედი ერთი 10 დღით და ახლა ზამთარში ვაპირებ, მაგრამ მე ვერ წავალ მთაში, სადაც საძოვრებზე ადიან. და შარშან ვიღაცებმა დადის ფოტოები გადაღებული, მე მგონი, არ ვიცი, კაცები ავიდნენ, გადაიღეს და აი მაშინ თქვი როგორ მენატრება იქაურობა, აი ნეტა იქ ვიყო. იმიტომ რომ მართლა მიყვარს იქაურობა, მიყვარს ის ადამიანები, რომლებმაც იცით როგორ დამიდგნენ გვერდში, აი რაღაცა პერიოდი მიყურეს შორიდან, ვინ ვიყავი მე. და აი როდესაც მეტნაკლებად გამიცნეს, იცით როგორ მიდგანან გვერდში, როგორი ატივისცემა აქვთ, ყველას იმედი გაქვს, რომ იცი რომ არ გაგიჭირდება, რომ გვერდში დაგიდგებიან, როგორ გეხმარებიან. წელს მაგალითად მარტო ვცხოვრობდი იმ სახლში, ჩემი მეგობარი ოჯახი, ვისთანაც მე ვცხოვრობ ხოლმე, წელს არ წავიდნენ მთაში და აი ჩემ გვერდით ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, ბებო, რომელიც 70 წელს გადაცილებული, გამხდარი და ისეთი ცოცხალის, აი როგორ დადიოდა, იცით, მე ვერ ვეწევოდი და უვლიდა პირუტყს, ბავშვები, შვილიშვილებიც იყავდა და ყოველ დღე ესეთი კიბეები იყო, მეორე სართულზე ეს ამოდის და მე ხის სახლებია იქ მოგეხსენე და ესე უცებ შემოფრინდებოდა და ხელში ეჭერა სადილი, რაც თვითონ გააკეთა. ყოველ დღე შემოქონდა და ამბობდა, რომ დადგამ და დადებდა და ეგრევე მიდიოდა ერთ რაღაცა სიტყვას მეხობდა და გარბოდა, რომ აი ნახე თუ იკადრებ ეს მოგიტანე. და მარტო ეს მეუბნეოდა ხოლმე, რომ ოღონდაც ფოტო არ გადავიღო. და თუმცა იცოდა რომ უღებდი და ერთი პირობა მივეცი, რომ არასოდეს არ გამოვაქვეყნებ, სადმე არ დავდებ Facebook-ზე, იქ არ დადო და იქ არ დამნახონ და მე ეს პირობა მივეცი, რომ არასოდეს არ გამოვაქვეყნებ იქ და რა თქმა უნდა შევასვით. აი, ნახეთ ეს სულაც არ იყო ვალდებული. ახლა ეს სიკეთე აქვს ძალიან დიდი. ისეთი და აი სულ ფიქრობ, რომ ჩემთვის სკოლაა რაღაცნაირად ამ ადამიანებთან ურთიერთობა და ფიქრობ, აი თითქოს გახსენებს ვიღაცა, რომ აი როგორ უნდა იცხოვრო. და მე არიან
ზომოთ შრომის მოყვარი ხალხი. მე სიმართლე გითხრათ, ვერ ვიხსენებ, რომ სხვაგან შემხვედრია ასეთი შრომის მოყვარე და მიზანდასახული ხალხი. აი ბავშვებიც კი თითქმის ახალფეხადგმული, უკვე რაღაც საქმეშია ჩართული. და ამას ეს არ არის ძალდატანებით, ეს არის წესი ჩვეულებრივი და რაღაცა თქო ცხოვრების ნაწილია, რომ ასე უნდა იყოს. და ამიტომ არიან მე რომ ისდებიან უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებელი იკვირსა. საერთოდ სოფლის ბავშვები ბევრად უფრო დამოუკიდებლობას უფრო ადრე იძენენ. იცით რაღაცა მიდიან ისე შორს ტყეში რაღაცა პასუხისმგებლობები აქვთ მეტი ხო? უკვე რაღაცა და უკვე თითქოს ადრე კაცდებიან და უკვე ძლიერები ხდებიან. რაღაცა არის ეს განსაკუთრებული, იმიტომ რომ შეუძლიათ ბევრი რამ, იმიტომ ეს გარემო აჩვენებს ამ ყველაფერს და პირისპირ უწევთ ბევრ რამესთან ყოფნა. ხო, აი თქვა რომ თქვით სიკეთე, ალბათ ეგ არის უანგარო სიკეთე ხო? იმ ბებოს ხო საერთოდ იქიდან რას მithumetes გეუბნებოდათ რომ ფოტო არ გადამიღოთ, უბრალოდ უანგაროდ გიმზადებდათ სადილს, ხო? კი, და უნდოდა რომ ის სულ არ იყო ვალდებული, სულაც არც მე თავში არც მომივიდოდა ის, მაგრამ ნახეთ ის ზრუნავდა რატო იცით მე მარტო ვიყავი და ფიქრობდა რომ მას არ აქვს ეს შეიძლება ასეთი არ კონდეს როგორიც მე მაქვს და ეს იცით რა არის რომ მე მგონია რომ ცხოვრება მარტო ამისთვის ღირს. მარტო ამისთვის ღირს რომ მე მთაში მივდივარ ხოლმე და რა ვიცი ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და მე მგონი არა მარტო ჩემთვის ყველასთვის. აი ამ მთაში მაინც მკაცრი ბუნება არის, მკაცრი კლიმატია. თქვენ ფოტოებს უყურებ ხოლმე, აი რაღაცნაირი სილაღე. ამ ადამიანს მაინც აქვთ. ოღონდ რაღაც სხვანაირი სილაღე აქვთ რა და აი ესე როგორი კითხვის დასმომიდეთ ეს ყოველდღიურობაში რა უფრო არიან ესე კაცრად ჩაკეტილად თუ პირიქით აი ლაღად ერთობიან ერთმანეთში რაღაც ეს მხიარულება აქვთ თუ აი როგორ მე ხედავ აი როგორ ცხოვრობენ მაგ კუთხით რა მესმის ეს შრომა რაც აქვთ საკეთებელის მეურნეობა ასე შემდეგ მაგრამ აი თვითონ ერთმანეთში ურთიერთობა როგორ აქვს მარტო სტუმართან კი აი თვითონ ერთმანეთში როგორ ურთიერთობენ აი მე მოგიყვებით კონკრეტულად ბოლო წლებში ერთ მთაზე დავდი, მთას ეძახიან ისინი საზაფხულო საძოვრებზე და მე ჩავდივარ ისეთ დროს რომ საზაფხულო საძოვრებზე წავიდე. და სადაც მე დავდივარ, ამ მთას ქვია კუნჭულეთი. ეს არის სოფელ აგარის მთა. კიდე სხვა მთებიც აქვთ, მაგრამ ეს მთა მე განსაკუთრებით ძალიან მიყვარს. და რომ ეს თავად ეს სოფელი ეკუთვნის ხულოს ღორჯომის ხეობას. და როდესაც პირველად ჩავედი, მე სხვა სოფლებში ვიყავი და იცით როგორ არის ხეობა და აქეთ-იქით არის გაყოლებაზე ეს 18 სოფელი. და მითხრეს რომ აი იმ მთაზე, იმ სოფელში ყველაზე მხიარული ხალხი ცხოვრობს და მე ცოტა არ დავიჯერე რა მნიშვნელობა აქვს აქ და იქ როგორ შეიძლება განსხვავება და იცით სხვათა შორის მე მოვხვდი იმ მთაზე, აღმოჩინე ეს მართალი იყო. არიან ძალიან მხიარული ხალხი. აი ურთიერთობაში ძალიან მსუბუქები არიან. ეს რა არ ვიცი არა, სიმძიმე მე არასოდეს იმ ყოველ შემთხვევაში ამ მთაზე მე ნამდვილად ცოტა შეიძლება ცოტა განსხვავებული სხვა სოფლებში არიან. ცოტა შეიძლება, ყველას თავის ხასიათი აქვს, მაგრამ იცით იმდენად კარგები არიან ურთიერთობაში. ეს სულ ერთია ქალია თუ კაცი. ძალიან მხიარულებიც არიან. მართლაც უყვართ ცეკვაც თამაშიც, სიმღერაც, აი საღამობით მუსიკას ჩართავენ. განსაკუთრებით იცით, მათ აქვთ მაღალმთიან აჯარაში არის ესეთი დღესასწაული შუამთობა, ის უკვე რამდენიმე საუკუნე არის, მას მერე რაც მომთაბარეობას მისდევენ. და ეს ზაფხულშია, რა თქმა უნდა, ამ დღესასწაულის არსი არის ის, რომ ბარში დარჩენილები და მთაში წასულები, რომლებიც გაზაფხულზე მიდიან და შემოდგომაზე ბრუნდებიან, ერთმანეთს შეხვდნენ. ამიტომ ბარში დარჩენილი ოჯახის წევრები, ნათესავები ადიან მთაში და რამდენიმე დღე გრძელდება ეს შეხვედრა. რა თქმა უნდა, როგორც ყოველგან და ყოველთვის აქაც ყვებია რომ აი მაგ ახალგაზრდობაში ეს ბევრად უფრო კარგი იყო, რომ ეს მთელი ღამე გრძელდებოდა ეს ცეკვა დულგარმონზე, მთელი ღამე ილხენდნენ, კოცონს ანთებენ, თუმცა ახლაც არის ამდაგვარი. ახლა უფრო ცოცხალი მუსიკა ნაკლებად არის, თუმცა ეგეც არის ხოლმე და იქ ყველა ცეკვავს, ქალებიც, კაცებიც, ბავშვებიც და ძალიან მხიარულია. დიდი კოცონის დაანთებენ, ბავშვები სხვაგან ზემო დიდებიც უერთდებიან და დღისითაც აღინიშნება იქ კონცერტია, ზოგან დოღია, რამდენი ბევრ ადგილას იმართება. მე
სამწუხაროდ ბევრგან არ ვარ ნამყოფი და იმედს ვიქონიებ, რომ მომეცემა შესაძლებლობა მეტგან და მეტგან წავიდე. იმედი მაქვს ამის. და იცით ლაღები არიან. მე ალბათ იმიტომ დავრჩი უფრო და უფრო დიდხანს ამ მთაზე, აი ამ სოფელში, რომ ძალიან ლაღი ხალხია, ძალიან გახსნილები. იცით როგორ არის აი ეს დასახლება რაც არის მთა, შენ შეგიძლია რომ მიხვიდე ნებისმიერ ოჯახში. არავის არ გჭირდება დაპატიჟებ. აი შუა დღისით იცი რომ მაგალითად ისვენებენ უკვე, იმიტომ რომ უფრო რთული სამუშაო დღე არის, დილა და საღამო. როდესაც როხებს წველიან ძალიან და მე ყველი უნდა ამოიყვანონ ეს სახლის საქმე და მე შუადღე არის შესვენების პერიოდი და ერთმანეთთან დადიან ყავაზის ხუმრად. და აი შეგიძლია თუნდაც დღის საათებშიც შეხვიდე სახლში და შენ არავინ გეტყვის რომ არავინ იფიქრებს რომ რატომ მოხვედი. ძალიან კარგად მიგიღებენ და გულიანად და მე ეს მიყვარს ძალიან. კი ბატონო. ბავშვებს როგორი აქვს დამოკიდებულება, ანუ ქალაქში უნდა წამოსვლა, თუ აი რამე დაუფიქსირებიათ ხო არის ხო ეს სოფლები იცლება და ხალხი ჩამოდის ქალაქში, რაც ერთის მხრივ არის რომ სასწავლებლად რაღაც განვითარებისთვის, მაგრამ აი პატარობიდანვე აქვთ ამის სურვილი თუ არა იქ კარგად არიან და უნდათ ყოფნა. არა, პატარობიდან არ უნდათ. პატარობაში იქ იმდენად მხიარულად ცხოვრობენ, იმდენად აი იცით ეს ბუნებაში ყოფნა. ნაწილი ხარ თითქოს ამ ბუნების, ის ცხოველებიც ის გარემოც, იმდენად ერთმანეთს ავსებენ, იმდენად ამდიდრებენ თვითონ ამ ბავშვების სამყაროსაც, რომ მათ არ უნდათ ქალაქი. კი, ძალიან კარგია. აი, სადაც მე დავდივარ ამ მთაზე ბოლო პერიოდში, იქ არის ერთი თითქოს მინუსი, მაგრამ მეორე მხრივ პლუსი ის, რომ არ იჭერს ინტერნეტი. საერთოდ ტელეფონსაც ძალიან უჭირს დაჭერა, ну, რაღაც ძველი ნოკიები, ვისაც აქვთ ის იჭერს, მეტი არა. და მეც როცა დარეკვამი და ვიღაცასთან მიდივარ და ვთხოვ რომ დავრეკო. ინტერნეტი არ არის და ესეც ძალიან კარგია. იძახიან, იმიტომ რომ ბავშვები სულ გარეთ არიან, სულ თამაშობენ, ეს ქუჩა, რომელზეც აი სულ როცა გაიხედოს ერთმანეთში ირევა ძაღლი, ცხოველი, ბავშვი, ყველა ერთად თამაშობენ, ეს არის აუცილებელი. დამიჯერეთ, რომ აი მე მგონი აღარსად არ ხდება. ხო, მაგიტომ გეკითხებით ამდენს, რომ მართლა აღარსად არ ხდება. თუმცა, რა თქმა უნდა, აქაც არსებობს ის პრობლემა, არ ვიცი პრობლემა, ჩემი აზრით პრობლემა, რომ იქცლება სოფლები. იცით, იმიტომ არა რომ მათ იქ უჭირთ ცხოვრება, არა, იქ ძალიან კარგად ცხოვრობენ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რომ არიან ძალიან შრომის მოყვარი ხალხი, ძალიან ორიენტირებული წინსვლისთვის. ახალგაზრდობა უკვე მოდის სასწავლებლად, უკვე ბოლო წლებია. ბევრი ზოგი თბილისში, ზოგი ბათუმში და თავისთავად ოჯახებიც მოდიან უკვე ქალაქში საცხოვრებლად. და აი მე რაც ჩავედი მას მერეც აი სხვადასხვა სოფლებში ძალიან ბევრი სახლი დაიკეტა. ეგ რის გამო რომ აქეთ უკეთესი პირობებს ეძებენ თუ აი რატომ მოდიან თუ იქაც შრომობენ და აქ თავიანთი არ ვიცი რაღაც. იცით რაში ეს საქმე? პირველ რიგში ალბათ ისიც არის რომ მთაში ცხოვრება არ არის იოლი. აი ნახეთ, იქ იწყება შეიძლება ხვალ მოთოვოს და ის გაგრძელდეს მაისის ბოლომდეც. რატომ არის ეს მომთაბარება? მომთაბარება არის იმიტომ რომ მცირემიწიანია. და მცირემიწიანობა ნიშნავს რომ მათ საკვებიც არ აქვთ ბევრი. ზამთრისთვის მომარაგებული და რაც უფრო დიდხანს ანუ რაც საკმარისია, მაგრამ თუ კი ზამთარი დიდხანს გაგრძელდა, მე შეიძლება ძალიან გაუჭირდეთ უკვე და მე მოუწევთ ყიდვა და იცით გზებიც იკეტება მე ზამთარში სულ გადათოვლა. ერთ-ერთი ალბათ ესეც არის. მე რა ვქნათ, ისინიც უყურებენ ჩვეულებრივ ტელევიზორს და ხედავენ რომ არსებობს უკეთესი ცხოვრება. ამ ქვეყანაში. და მათ უნდა ყველა როგორც ყველა მშობელს, მათაც უნდათ რომ მათ შვილებს ჰქონდეთ უფრო მსუბუქი, უფრო ლამაზი ცხოვრება. ეს ძალიან ჩვეულებრივია. მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს. ახლა იქ უკვე გზებიც არის, ძალიან კარგი გზებიც არის, თუმცა ზამთარში რა თქმა უნდა იკეტება, მაგრამ ну მარტო ეს არ არის საკმარისი. მე მაგალითად მითხრა ერთმა ახალგაზრდამ რომ
იცი, კი მშრომობ, მე არ მაქვს შრომის პრობლემა, არც იმას ვიტყვი, რომ მე მიჭირს და ოჯახში ყველაფერი გაქვს. იცით, ერთი ძალიან კარგი გამოთქმა აქ სხვამეს იქ როცა მივდივარ ძალიან მომწონს. აი ეს ჩანს, რომ უთქვამთ, რომ აი მე დღეს რომ სახლში სტუმრად მომივიდეს 30 კაცი, მეზობელთან არაფერზე არ გადავალ. ნახეთ როგორი ძალიან შრომის მოყვარი, ძალიან ისეთები, რომ აი ძალიან გონივრულად ყველაფერს გეგმავენ. მაგრამ აი ამ ახალგაზრდამ რაც მითხრა, არის ის რომ მათაც უნდათ რაღაცა ნახო, დაიღალენ სულ ამ ერთფეროვნებით. აი როცა თავისუფალი დრო მაქვს, რა გავაკეთო მაშინ, ხო? სულ არ უნდა ინტერნეტის არის იქ, ტელევიზორიც არ ყველაფერი, მაგრამ მათაც უნდათ ნახონ უკეთესი, უფრო რა ვიცი, სხვა ცხოვრებაც. მართლა ის რასაც იციან რომ არსებობს. ო, ალბათ რაღაცა არ ვიცი უნდა იყოს რომ მე მაინც დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ეხლა აი ამას აქეთ ამ გადმოსახედიდან ხო, ალბათ მე იმიტომ რომ აქ ვცხოვრობ, თორე აი ხო ხდები უკეთესი ცხოვრება რომელია ვერ ვიტყვი კი, რა თქმა უნდა. ანუ ეს ჩემთვის ახლა ეს უკეთესი ცხოვრება შეიძლება საერთოდ არ იყოს. და ის უფრო აი ბუნებასთან და აი ამ თავისუფლებაში ყოფნა უფრო ესეთი. კი, რა თქმა უნდა. ამ დროს მე ვხედავ რომ ბევრი ქალაქელი დაბადებული რომელსაც უნდა რომ წავიდეს და გაერიდოს. მაგრამ მასაც ხო აქვს უფლება რომ ნახოს რა ხდება იქ. იცით კიდევ ერთი რამეა, როცა ეს მაგალითად პატარა ბავშვები ჩამოდიან ქალაქში და იზრდებიან, მათი სამშობლო უკვე იქ ხდება, ანუ უფრო მშობლიური და ეს იშვიათობა ალბათ რომ უკან დაბრუნდნენ. ხო. და რა ვიცით, ეგეც ძალიან ცუდია ის რომ სოფლები იკეტება. ეს არა მარტო აჭარაში, მთელ საქართველოში ეს არის და აი მაგალითად იგივე ჩემი სოფელი, რომელიც სულაც არ არის შორს და მაგალითად თბილისთან საათნახევარში იქ ხარ, მიხედავთ ისევ ძალიან ლამაზი სოფელია, მთიანი, მიანი და ქალაქთანაც ახლოს არის. იქიდანაც ხაშურის რაიონი და ხაშურში მაგალითად 15 წუთიც არ გინდა რომ ხაშურის ცენტრში იყო. მაინც დაიცალა. ხო, მესმის, ეგ ალბათ რაღაც ძალიან კომპლექსური საკითხია, რომელიც გამოც ეს ხდება. და რა თქმა უნდა ხელი შეწყობაც სჭირდება. იცით, აი პანდემია რო დაიწყო, მე წავედი სოფელში და 3 თვე იქ ვიყავი ჩემ სოფელში. და აი მაშინ, იცით, ერთია რომ შენ რო გრძნობ, მე ვიცი კარგად სოფლის ცხოვრება, სოფელი, მაგრამ მეორე იცით, აი ბოლომდე იმათ ტყავში რო ძრები და იქ ხარ. აი მე გავხდი მათი ნაწილი, გადავწყვეტი ის 3 თვე და იცით არ არის დიდი სოფელი, პატარა სოფელია, არის სხვა დიდი სოფლის საკრებულოში. ერთხელ არ მოსულა მაგალითად სოფელში ამ 3 თვის მანძილზე ის გამგებელი და არ უკითხავს რომ იქნება ამ სოფელს რა უჭირს, გახსოვთ აღარც მანქანებიც გადაადგილებოდნენ არაფერი და ხომ შეიძლება მოხვიდე და იკითხო რა უჭირს აქ ხალხს რამე პრობლემა, მაგრამ ეს არის კიდევ უგზაობა, აი დღეს კიდევ იქაც რომ ყველგან არის მე მგონი გზა იჩევ სოფელში არ არის და ეგეთი იშვიათ ხო აი რაღაც იცით როგორ არის პატარ მონაკვეთებსაც აგებენ რა ვიცი აქედან ალბათ უფრო მეტი ფული კეთდება ალბათ ხო ეს აი იცით და იცით კიდე რა ვიგრძენი იქ რომ ადამიანი ხარ მარტო აი საერთოდ არავის არ ადარდებ აი ეს შეგნება რომ საკუთარი თავი ეს გარდა არაფრის იმედი არ გაქვს და აი შენ მე ზოგადად ყოფი ადამიანი თორემ შენ ადამიანი ხარ სახელმწიფოში ცხოვრობ ხო რაღაცა და თაყავს მთავრობა ვინც თუნდაც ის გამგებელი ამას ვერ გძნობ და ძალიან ძნელი ადამიანები ასე ხო რაჩნენ ძალიან მიტოვებულად იგზნობენ თავს იცით მე როგორც სოფელში დაბადებული ცოტა ბრაზდები ხოლმე როცა ამბობენ რატო მოდიან ქალაქში მეორე მხრივ რო შევხედოთ მაგრამ მე ძალიან კარგად ვიცი რატო ხდება ეს იცით აქედან ძალიან ადვილია უთხრა იმას რომ დარჩი შენ მან და იმუშავე როცა მას არაფრის შესაძლებლობა არ აქვს და არაფრის გასახანი არის ადგილები სადაც უფრო მეტი შესაძლებლობებია იმ სოფლებში მაგრამ არის ადგილები სადაც არ არის ეს შესამცირე მიწიანობა არც ადრე არ ყოფილა დიდი შესაძლებლობები მაგრამ მით უმეტეს დღეს აღარ აქვთ. ანუ ეს ადამიანები დაუცველები არიან რაღაცით და იბრძვიან ამისთვის. მესმის ძალიან კარგად მესმის და ის ძალიან კომპლექსური საკითხი არის, რასაც რა თქმა უნდა მოგვარება ჭირდება და ალბათ ოდესმე დადგება ის დრო, რომ მოგვარდება ეგ ამბავი. იცით როგორი კითხვა მაქვს შემდეგი, აი ამბობენ რომ თა არის რაღაცნაირი მასწავლებელი ადამიანის. აი როცა არ იღებთ და არც ადამიანებს არ აკვირდებით მაგალითად როგორ ცხოვრობენ და როგორ რჩებით თქვენ თავთან მარტო რაღაცა თასთან ამ გარემოში როგორი შეგრძნებები გაქვთ ხოლმე რა გქნობთ აი
ქონიათ მართლა რაღაცა რომ თან რამე გასწავლათ? ხალხმა არა. ხალხთან არა. საერთოდ მე ბუნების ძალიან დიდი მოყვარული ვარ და რაც უფრო აი ესეთი ასაკი მემატება, მე გძნობ რომ აი ძალიან ხშირად ვფიქრობ რომ დიდი სიამოვნებით წავიდოთ და ტყეში ვიცხოვროთ. იმიტომ ეს ჩემი რაღაცი ოცნებაც არის. იმიტომ რომ იცით მთასთან ყოფნა, ან ბუნებაში ყოფნა და მარტო ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის პირადად. მე ვხვდები რომ ეს ბუნებაში მარტო ყოფნა ძალიან დიდ თავისუფლებას მაძლევს. აი, ბოდიში გეტყვინებთ რომ ამბობენ რომ თავისუფლება მხოლოდ მთებშია. ხო, ეგეც ალბათ. აი, რა არის ეგ, რა შეგრძნება, რა თავისუფლებას გრძნობთ მაშინ? იცით, აი როდესაც მე ჯავახეთში დიდი დრო გავატარე და იქ ჯავახეთის მოგეხსენებათ, მაღალმთიანი ისა და ძალიან დიდი ესეთი სტეპებია იქ გაშლილი მინდვრები, ცოტა ხე, მცენარე, თითქმის არ და თითქმის არის მთლიანად მინდვრები და მთებიც. და იცით, სულ მქონდა ხოლმე შეგრძნება, რომ ეს ჩემი შეგრძნება, ახლა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს ამაზე, მაგრამ მე იმას ვამბობ, რასაც გრძნობდი, რომ აი მინდიოდი ამ მინდორში და სულ გრძნობ, რომ თითქოს რაღაცა ხდება შენ გარშემო. თითქოს მიხედავ არაფერი არ არის, მაგრამ რაღაცა ძალიან მყიფია რაღაცასთან ზღვარი თითქოს და აი თითქოს ხმაც გესმის თითქოს ჩურჩულიც და ხვდები იმასაც, რომ აი ეს მარტო ყოფნა ბუნებაში, მთებთან, ტყეში იქნები, შენ სხვანაირად გახედებ, გაჩვენებს რაღაც. აი სხვა შეგრძნებები გიჩნდება, სხვა ფიქრები და იცით, მართლა უფრო თავისუფალი ხდები. აი ლაღიცვა ხდები ამ დროს. და რაღაცა ზედმეტი ფიქრები, აი ზედმეტი განცდები, ემოციები, ეს რაღაცა ვნებები, რაც თუნდაც ქალაქში გააქვს, ამ ყველაფერს ჩამოიფერთხავ და რაღაცით ბედნიერი ხდები. ხო, და აი მე მაგალითად ქალაქში რო ხარ, იმდენი ხმაურია. დიახ. იმდენი ხმა, ამას ხო შენი ფიქრების ხმაური ხო იმეტება, პლუს გარედან ამ ხელა ხმაური მთაში რო გადიხარ თითქოს ბუნებაში, შემთარიყოს, მაგრამ როცა აი ცივილიზაციას რასაც ვქვია, რომ წყდები ესე ვთქვა და რო გადიხარ, აი მართლა ისეთი სიმშვიდე შემოდის. ეხლა ვიყავი ამერიკაში სამოგზაუროდ წასული და იქით კალიფორნიის მხარეს არის ერთ-ერთი დაცული ნაკრძალი, რომელიც აი არც კი ვიცოდი თუ ამერიკაში ეგეთი ბუნება შეიძლება და არსებობდეს რა. აი საოცრება იყო და ძალიან მოწესრიგებული და ყველა აი როგორ გითხრათ საქართველოში ალბათ ეგეთი მოწესრიგებული ნაკრძალები რო იყოს, ნუ აი ფანტასტიკური იქნება, აი ყველაფერი გათვლილი და რაღაცა მომენტი იყო, რომ იქაც ხო რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ხალხი უბრალოდ იმხელა ტერიტორია რომ ეს ხალხიც არ გაწუხებს რა. და რაღაც მომენტში დავჯექი, აი დიდი აი რაღაც მთის წვერზე არა, მაგრამ გადმოსახედია სულ მდელოა ესე გაშლილი და ეს გავჩუმდი და იცით რას მივხვდი, რომ რამდენი ხანი ამაში არ ვყოფი ვარ და რა ბედნიერებაა, რომ ეხლა აი ესეც სიჩუმეში ვარ და თითქოს აი რაღაც მომენტი იყო, რომ ფიქრები საერთოდ გაქრა. ანუ აი მე და ბუნება ვიყავით და ფიქრები საერთოდ არ არსებობდა და აი ეხლა თქვენ რომ ამ ბუნებას ვახტენეთ, მე თვალები ამეწყლიან დალბას და მინახეთ ხომ მეტირება ხომ ეგეთ რაღაცებს და იქაც აი ესე მეტირებოდა, რომ რა ბედნიერებაა თქო, მაგრამ აქ იცით რა კითხო მინდა. აი ეგეთ სიჩუმეში როცა რჩები ადამიანი პირველად შენი ფიქრები ხო ძალიან ბევრი მოდის, რომელიც შეიძლება მაგამდე საერთოდ არ ქონია და პირველი ამ ფიქრებთან დაიჯახება რაღაცნაირი საშიში კი არა, აი მივხვდით რა არის არაკომფორტული არ არის, იმიტომ რომ თვითონ გაშიშვლებს რა ეს სიჩუმე, აი რაღაცნაირად მოგაძრობს ყველაფერს და შენ ფიქრებთან და თურმე აი ესეთი ფიქრები მქონია, იქ შეგრძნება გქონდათ? იცით რა საქმე, შიშები ნამდვილად არ მქონია, თუმცა ერთი რამ არის, იცით რასაც მე მაგალითად მივდივარ ხოლმე ხშირად ჩემს სოფელში, სადაც შეიძლება მთელი 2 კვირა ვიყო და ადამიანი ვერ დავინახო. მაგრამ ეს ნამდვილად არ მაწუხებს, გულწრფელად რო ვთქვა, საერთოდ აღარ ჭირდება და იმიტომ რომ ძალიან კარგად გზნობ თავს ამ სიჩუმეში და გზნობ ერთ რამეს, რომ თავი ტვინი სუსხანერად იწყებს ფიქრს. აი ბევრად უფრო კარგად
ვიდრე მაგალითად ქალაქში. ქალაქში ჩაკეტილ სახლში მარტო რომ ვიყო, მე მაინც ვერ ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ გარედან მაინც ვერ გძნობ ამ მარტოობას თუ რა ვიცი, სიჩუმეს ვერ გძნობ. და იქ ბუნებაში მეცავს ძალიან კარგად. მაგრამ ტვინი სხვანაირად იწყებს, სხვა რაღაცა მართლა მოდის, სხვა რაღაცა უცხო ფიქრები მოდის და იცით, რა ვიცი, მე კარგად გძნობ ყველა. მე ძალიან კარგად გძნობ, უბრალოდ თავიდან აი პირველად მე რადგან ქალაქში ვარ გაზრდილი, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტობრივად მთელი ზაფხული მე სოფელში ვიყავი და ანუ ეგ ჩემთვის უცხო შეგრძნება საერთოდ არ არის, მაგრამ ანუ მაინც ქალაქის ბავშვად ვიცვლები რა და დიდი ხანი აქ მიწევდა და უკვე ცოტა დასრულა საკში რომ პირველად წავედი და ეს აი ისეთ რა იყო ცოტა საშიში, აი ამდენი ქაოსური ფიქრი რომ დავიჭირო, თურმე რამდენიმე მოძრაობა შემდგომში ვერ ვხვდები საერთოდ რა და რომ მე დასვენება არ შემიძლია. ანუ აი მანდ ვიყავი რომ თურმე ტვინს არ შეუძლია ხა რომ გაჩუმდეს და გაჩერდეს და ეგ იყო პირველი ცოტა შემეშინდა რა და მე ნელ-ნელა რა თქმა უნდა ხშირად რო გიწევს და მე უკვე რომ იწყებ დაკვირვებას მე ასევე ძალიან მიყვარს წყალთან ყოფნა ზღვასთან და საერთოდ ზოგადად წყალთანების მიერთან და აი პირველად რომ დავიწყე წყლის დაკვირვა ტალღა რომ მოდის და როგორ ეხეთქება ქვებს და მე როგორ მიდის და აი ამაზე სიამოვნების მიღება რა და კიდეც რა შეგრძნება მქონდა თავიდან ძალიან მიყვარდა თვალების დახუჭვა და აი თქვა თუნდაც ტყეში ყველგან რომ ისმენ უბრალოდ რა და მე მივხვდი რომ თვალები გამეხილა იმიტომ რომ კიდევ უფრო სხვა საოცრება არის და როგორ სიამოვნებს თვალ სილამაზისთან ხო ვეჯერზე ხო თვალზე რაღაც პრობლემა მაქვს და ექიმ არის მითხრა რომ ეცადაო რა 1-5 წუთი უბრალოდ რამე ლამას უყურო ოღონდ არ მაქვს ანუ ეკრანზე აი და ხეს უყურე რაღაც ფერებს ხო საინტერესოა. ხო, ძალიან მაგარი რაღაცა არის, ხო. ხეები მე ძალიან მიყვარს ხეები. რაღაცა ჩემთვის ძალიან თიქოს ცოცხალი არსებებია, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა შეგრძნებები ისეთი მაქვს, რომ საოცარი. ამიტომ ვარ იქ, ხო, თუ არ არიან ადამიანები, არიან ხეები. და ასე რომ მარტოობას ნამდვილად არ განვიცდი. აი ერთხელ ხა პირველად მოყვები ჩემს რაღაცას და თქვენ მომიყავით და შემოყვებოსაც პირველად თქვენ და ხე როგორი უნიკალური რაღაცა არის რა როდესაც მიგდანა ეს ფეს ტანი არის დედა და ეს ტოტები რაც არის შვილები და ფოთლები არის შვილიშვილები და ანუ ეგრე წარმოვიდგინე პირველად რა და როგორ უკავშირდება ფესები ხო და მაგიტო ძალიან მაგარი შეგრძნება არის და ხანდახან მოყვები ბალახებში რო იყურები და რო ხვდები რომ იქ კიდე ცალკე ეკოსისტემაა. კი, რა თქმა უნდა, ჩვენ თუ დააკვირდები მთელი ცხოვრება დუხს იქ და გონია რომ მარტო ჩვენ ცხოვრობ. თანდაც მარტო ეს გუგუნა ქალაქია და ამ დროს გადიხარ და თან ამდენ რამხელა ენერგიას იღებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. და რა ვიცი, რაღაცა მე მგონია რომ ჩვენი ნებისმიერ ადამიანს აქვს შიგნიდან რაღაც რომ მიისწრაფვის ამის. უბრალოდ ვიღაცა ცოტა ადრე გაიღვიძებს, ვიღაცა ცოტა გვიან. ის რომ ურთიერთობა გქონდეს ბუნებასთან, ვფიქრობ რომ ყველა ადამიანში არის ეს ჩადებული. ხო, რაღაც შენ ნაწილად რო აღიქო, რომ შენ იმის ნაწილი ხარ და ისიც შენია, შენშია რა სხვანაირად. აი ესე რომ თუ შეგიძლიათ შეაფასოთ, რომელს უფრო სიამოვნებით იღებთ ბუნებას თუ ადამიანს? ადამიანს ბუნებაში. აი ჩემთვის თავარი და მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ის გარემო, მაგალითად ქალაქს მე არ ვიღებ. არ იღებ საერთოდ, ხო, არ მინახავს. ერთადერთი პროექტი მაქვს ქალაქში, ამას ყველას ეცინება ხოლმე, თბილისში გადაღებული, რომელსაც ქვია ქალაქში დაკარგულები. და ეს არის სოფლიდან ქალაქში ჩამოსული. ისიც, მაგრამ საერთოდ კი, ყოველთვის ყველგან ჩემთვის არის მნიშვნელოვანი ადამიანი და ბუნება პეიზაჟები რაც არის, უბრალოდ როგორც ფონი, ის გარემო, აღწერა, სადაც ისინი ცხოვრობენ. შეიძლება ძალიან ცოტა მაქვს მარტო პეიზაჟი, ისიც ზუსტად მაგით რომ ეს აღწერა იმ გარემოს. და მაშინ აი ესეთი კითხვა მაქვს, რა არის თქვენთვის ადამიანი? ანუ აი ვინ არის? აი ესე რო აღწერა ადამიანი საერთოდ. რა არსება არის? ერთად მიმჯელოთ თუ რა ვიცი ვერ გეტყვით ახლა ზუსტად, მაგრამ
ჩემთვის ადამიანი ნებისმიერი, ხო? საერთოდ მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ მე არ მიყვარს ადამიანში აგრესია. და თუ კი ადამიანს ვამჩნევ აგრესიას, არ მიჩნდებოდა მისი გადაღების სურვილი. და ერთხელ ესეთი შემთხვევა, ცოტა შორიდან გეუბნებით ამას მაგალითით. ერთხელ ესეთი ჯავახეთში შემემთხვა ესეთი ამბავი და სხვათა შორის ძალიან თითზე ჩამოსათვლელია, როდესაც მე როგორც ჩემს მიმართ, როგორც ფოტოგრაფის მიმართ ქონიათ აგრესია. იმიტომ რომ პირველ რიგში მე ძალიან ფრთხილი ვარ, მომენტს თუ ხვდები რომ არ ღირს გადაღება, მაშინ იქ არ უნდა შეიჭრა იმ ადამიანის პირად ცხოვრებაში. და ის ასეთი შემთხვევა იყო, რომ დიდი თოვლი იყო, გზაზე ცხენით მოდიოდა კაცი, ურემი ჰქონდა და ამ ურემში ეს რძემი ჰქონდა ჩასაბარებლად. და მე ვიდექი და ვიღებდი. თან ისეთი ის იყო, რომ გვერდზე ვერ გადავიდოდი, რომ ძალიან დიდი თოვლი იყო. და ეს კაციც გამოჩნდა, მოვიდა ჩემთან ახლოს და ძალიან უხეშად მითხრა, რატო გადამიღე ფოტო. მე ახლა წავალ და გიჩივლებ, ახლა რაზე უნდა მევთხე წადი და მიჩივლებ მეთქი. და ნუ მოკლედ ისე ვიკამათეთ, ამა რატო მითხრა, მე უთხარი, მე ვიღებდი და შენ შემოხვედი კადრში და რაც შემიბრალია ესეთ. მაგრამ წავიდა, იცით რა და მეწყინა, იმიტომ რომ მე ისეთ კარგი განწყობით ვიყავი ყველგან, ასეთი თავს ბედნიერად ვქნები, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აი მე ვიცი რომ არ უნდა მეწყინოს ეს, მაგრამ ეწყინა ეს დამოკიდებულება და რაღაცა დრო გავიდა და ძალიან ცუდ ხასიათზეც დავდექი. რომ რატო ესეთი კარგად ყველა გარემოსგან ადამიანებსგან და უცებ ეს და რაღაცა დროის მერე ეს კაცი უკან დაბრუნდა 15 წუთის მერე და ისევ და რომ მოდიოდა მე ცოტა გვერდზე გადავდექი და ზურგით შევბრუნდი რომ იმას ჩემ ზურგს უკან ჩავიმიტო რომ აღარ მინდოდა არც დამენახა არც და ეს კაცი გაჩერდა და მითხრა რომ იცითო მე ცუდ ხასიათზე ვიყავიო ბუდიშ გიხდი რომ ესე გელაპარაკეო და წამოდით ახლა მე ჩემ ცოლის სახში და ჩაი დავლიოთო და იცით როგორ გამიხარდა აი რომ აი ეს ცუდი განწყობა აღარ მქონდა მაგრამ მართლა უცხო იყო ეს იმიტომ რომ იმ გარემოში მე არ მქონია ესეთი და ეს მაგონდება ხოლმე სულ და რა ვიცი ჩემთვის არის სწორედ ეს ურთიერთობები ადამიანებთან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ემოციური ვარ გარედან შეიძლება ეს არ მეტყობოდეს, მაგრამ ძალიან განვიცდი ამ დამოკიდებით, იმიტომ რომ მე მიყვარს ადამიანი. თვითონ ადამიანი ყოველთვის მიყვარს. კი მიყვარს მარტო ყოფნაც, მაგრამ ადამიანის ყოფნა ძალიან მიყვარს და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ძალიან ვეხმარებით, ძალიან ვამდიდრებთ და რა ვიცი, იცით აი ეს სიკეთე ხანდახან ისეთია მოდის ხოლმე ადამიანებისგან, რომ რა ვიცი, გინდა რომ შენც უკეთესი გახდე. უფრო შენც შეგეძლოს სხვებს გაუკეთო ასეთი სიკეთე, ეს მაგალითი და რა ვიცი, ჩემთვის ადამიანი ეს არის. ალბათ სიკეთეც და სიყვარულიც. თუ სადაც ეს არ არის, მე იქიდან მივდივარ ხოლმე. ან თქვენთვის მაინც ადამიანი არის კეთილი არსება? მე ასე მინდა, მე ვარ ოპტიმისტი, იდეალისტი და ალბათ ეგრე. თუმცა იმედგაცრუებასაც ამ შემთხვევაში ძალიან მძიმედ ვიტან ხოლმე. მარტო მაგალითიდან როგორ ინერვიულად. ხო, ესეც და საერთოდაც იმედგაცრუებებს ამ შემთხვევაში ადამიანებისგან ძალიან მძიმედ გადამაქვს, ამიტომ თავიდანე ცოტა ისე ვარ. ეს სისუსტეა ჩემი ვიცი, მაგრამ რა ვსიზავთ. ესეა. თქვენ ახლა იმ თაში, უბრალოდ ერთი თქვენ პანკისის ხევის ქალები. დიახ. ესეც არის. როგორი ვერიანი ქალები? ძალიან ლამაზები პირველ რიგში ამას გეტყვით. მე პანკისის ხეობაში ჩავედი ჩემი სხვა პროექტით, ეს პროექტი არის სოფლის ფოტოკლუბები და პარალელურად მეც ვიღებდი. პირველ წელს სამჯერ მქონდა ეს პროექტი პანკისის ხეობაში. პირველ წელს ჩემი მოსწავლეები, მე მე-11 კლასის მოსწავლეები, სკოლაში შევედი და ვთხოვე და სკოლიდან უფრო ადვილი იყო ამათ თავმოყრა და იყვნენ როგორც გოგონები, ასევე ბიჭები. და აი სიმართლე გითხრათ, მე მანამდეც რამდენჯერ მე ვიყავი პანკისის ხეობაში ნამყოფ, მაგრამ ახლა ესე იმდენად წავედი, ეს 6 თვიანი პროექტი იყო და ძალიან დიდ დროს ვატარებდი მასთან და ესე რომ ჩამოდიოდი, მეკითხებოდნენ, ხომ რა არ არის საშიში პანკისის ხეობაში, ესე ხშირად მეკითხებოდნენ ხოლმე ამას და მე რაღაცა დროის მერე მეცინებოდა, მე არ ვარ შიშარა ასეთ რაღაცებში და მაგრამ აი აქაც იგივე შემიძლია გავიმეორე, რასაც ვამბობ აჭარაზე, იცით ეს
დამოკიდებულება მათი ერთმანეთის მიმართ, თუნდაც ჩემს მიმართ. სტუმარ მასპინძლობა, აი ძალიან ისეთი აქვთ წესი უფროს უფცროსებთან დამოკიდებულება, ქალი როგორია კაცთან, კაცი როგორია ქალთან. მე აღმართოვანებ და იცით მართლა და ყოველთვის ვამბობდი რომ მერტო ამ ბავშვებმაც კი ჩემზე მეტი რამდენი რამეს ვსწავლობ მათგან. რომ აი მეც მე ნელ-ნელა ხვდები რომ ეს ყველაფერი მეც ჩამერთო და მეც ვცდილობდი რომ აი ისეთი ყოფილიყავი. ქალებიც ძლიერები არიან, პირველ რიგში მართლა ძალიან ლამაზები არიან და ყველა ქალები განსაკუთრებით. და რა ვიცი. ანუ აი ტრადიციები როგორი აქვს რაღაც ქალები ანუ ახლა თანამედროვე ქალისგან ალბათ ძალიან განსხვავებულად ცხოვრობენ თუ არა ჩვეულებრივად? რა თქმა უნდა, მათ აქვთ თავიანთი ადათ-წესები, თავიანთი ჩვეულებები, მაგრამ ცხოვრობენ თავიანთი ადათ-წესებით და ცხოვრობენ ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით. თანამედროვე ცხოვრებით. ისინი სწავლობენ, თბილისში ბევრი ჩამოვიდა, სტუდენტები არიან, შემდეგ უკანაც ბრუნდებიან, ზოგი აქაც რჩება ალბათ და რა ვიცი, ასე ცხოვრობენ. ხო. ეხლა რა თქვით, რამოდენიმეჯერ რომ ძალიან ლამაზი ქალები არიან. ეგ კითხვა გამიჩნდა. აი, თქვენთვის ლამაზი რა არის? აი, იცით ახლა ზუსტად პანკისელ ქალებზე ვიტყვი. მე ძალიან მომწონდა მათი ჩაცმულობა. და ესეთ გრძელი კაბები, თავსაფრებიც, ყველას თავის წესი აქვს, თავისი ჩვეულება აქვს და მე პატივს ვცემ მათ ტრადიციასაც, მათ ჩვეულებასაც, მაინტერესებს და ნახევდა. აი ამ ფორმაში მე ძალიან მომწონდა. ისე და იქ იციან კიდეც უთქვამთ რომ აი შენს ამას ამბობ, მაგრამ მართლა მომწონდა, იმიტომ რომ რაღაცით იცით როგორები არიან ესეთი, აი თითქოს მიუწვდომელნიც, თითქოს უფრო დამალულიც, მაგრამ ამავე დროს ჩანს, მაგრამ თითქოს რაღაცა უფრო კდემამოსილი, აი რაღაცა მატებს ეს და თითქოს იდუმალებაც აქვს, თითქოს გახსნილიც არის ამ დროს ის ცოტა ისეთიც არის მოცელქოც და ეს ყველაფერი ერთმანეთში ძალიან კარგ შედეგს იძლევა. და მე მომწონს, ასე ძალიან ხშირად ვიღებდი მათ ამავე დროს. მაგრამ ის ერთი ფოტო რო გაქვთ თქვენ ბებარო დგას ყვავილები რო უჭირავს. აი მან არ ვიცი, რაღაცა სილამაზის ის არის, ამოხეთქვა არის, თითქოს ფოტოდან ფერებით ყველა. ის აჭარა. აჭარაში, ხო? კი ბატონო, მაგრამ ზოგადად ვიცახი რა, აი ზოგადად სილამაზეს როგორ აღიქვათ, ხო? აი ვიღაც ეხა ხო თამით უმეტეს ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, რაც სილამაზის სტანდარტები არის, აი გასროლილი ცაში რაღაცა სიგიჟეებს აკეთებს უკვე ხალხი, რომ რაღაცა ლამაზად. თან ამასთან ერთად იცით რა მგონია, რომ დაიკარგა ამ ეპოქაში შეიძლება ვთქვა, არ ვიცი რომ აქამდეც იყოს, არ ვიცი, მაგრამ ინდივიდუალიზმი. დიახ. აი თითქოს ყველა ძალიან ერთმანეთს გავს. აი მაგალითად ერთ-ერთი მაგალითი ვიყავი ამერიკაში რომ ვიყავი თქო რატო ამბობ რატო გამოვყო ვიღა ბოლო ჩემი ის არის და ნიუ-იორკში რომ ვიყავი აი ეს ვიჯექი ქუჩაში და უბრალოდ ვიჯექი და აი ხალხს ვათვალიერებ აი ხო ისეთ ბებოები რო ხედავ და ყველას რო უყურებ ეგრე ვიჯექი და ვათვალიერებ ჩემი აღთვალება რამ გამოიწვა და ბევრს არ უყარს ეს რაღაცა მაგრამ ძალიან ბევრნაირი სხვადასხვა ბევრნაირი ადამიანი დადიოდა ყველა რაღაც სხვანაირად ჩაცმული აი ყველა ცდილობდა რომ თავის ინდივიდუალობა რაღაცით ჩვენთან თითქოს ჩვენ ქალაქში თბილისში თითქოს ყველა ერთმანეთს გავს ეს რაღაცა ტრენდებია ისე უნდა გეცვას ესე უნდა გეკეთოს ისე მაკიაჟი ასე ისე და იქ მთაში აი რაღაც არ ვიცი ხასიათში არ ვიცი რაღაცა აი არ ვიცი თქვენ ფოტოებში არის ინდივიდუალობას ვხედავ და არის ეგ მთაში შენარჩუნებული იცით როგორ არის მთაშიც არის თავისი მოდა აი ვერც ძალიან კარგ მაგალითს მოგიდა ხა პირდაპირ კითხვას პასუხს არ გაგცემ. როდესაც პირველად ჩავედი და დავიწყე იქ გადაღება იმ შუამთობის დღესასწაულზე, იქ გამოდიოდნენ, იცით როგორ არის, გამოდიან ხალხი, მაგალითად დოღი იმართება და ძალიან გამობრანჭულები, განსაკუთრებით ახლად დანიშნული გოგონები, ქალები, ესეთი თავიანთი სამკაულებით და ისედაც გოგონები აი ძალიან ემზადებიან ამისთვის და ყველა სიცვა გრძელი კაბები.
აი გამოსასვლელი ქორწილს რადგაც რო ჩაიცემ, ისეთი გრძელი კაბები, მაღალქუსლიანები, დავარცხნილი თმები, კარგი მაკიაჟი და იცით, ცოტა უჩვეულო იყო ამ გარემოში, ეს მთიან გარემოში, მაგრამ იყო ძალიან ლამაზი. აი ძალიან, მე ძალიან ბევრი მაქვს გადაღებული, მაგრამ გავიდა დრო და ვხედავ უკვე რომ უკვე ჯინსები აცვიათ გოგონებს და მეს აღარ მომწონს. თავის იმას ხო, რა თქმა უნდა, იცვლება და იქაც იცვლება, იცით, უკვე ისეთი გახდა. მაშინ სრულიად განსხვავებული, მე აღტაცებული ვიყავ, როცა დავინახე, იცით, ის ძალიან ლამაზი კაბები ეცვათ. მე არასდროს არ მწმია ეგეთი კაბები და არც ვიცი, მაგრამ აი სხვასი ძალიან მომწონს. და ისეთი ლამაზი კაბი, ესეთი გრძელი, მართლა უჩვეულო იყო, იცით, იმ გარემოში, სადღაც მართლა ქორწილში რომ მიხვიდე და იქ ნახო სხვა არიან სადღაც ბანკეტზე, მაგრამ აი მთაში იქვე დოღი და უცებლის რო დადიხარ, უნდა ხვიდე, უცებ ხედავ. სხვათა შორის ერთ-ერთი შუამთობა იმართებოდა დასახლებებისგან ცოტა შორს, იმიტომ რომ რაღაც შუა წერტილი იყო დინარის პირას და აი ბევრი მოდიოდნენ, აი ქოხი იყო და იქ გამოიცვლიდნენ ხოლმე და ჩაიცმევდნენ აი ამ ლამაზ კაბებს და მთელი სერია მაქვს მე ამ თითქმის არსად არ დამიდია ეს არ გამოიქონები, აი ლამაზ კაბიანი გოგოები, ისეთი ლამაზები, ისეთი რაღაცა განსხვავებულები იყო, რასაც აქ ქალაქში ვერ ნახავ. და ეს ძალიან მომწონდა, მაგრამ რას ვიზავ, ნელ-ნელა ცხოვრება იცვლება და იქაც შედის. ჩაცმულობას მოაქვს თუ არ ვიცი რას მოაქვს, მაგრამ კომუნიკაციის სტილი, ან თვითონ ყველაფერი არ გაქვთ შევიზნება, ეხლა არ ვიცი გამიგოთ რასაც ვამბობ. აი თბილისშიც რო ხართ, ქალაქშიც რო ხართ, ეგ შეგიძლია არ გეუბნებათ, რომ ყველა ერთნაირად საუბრობს რაღაცა ტონალობაში. თუ განსხვავებული ხარ, უკვე ვეღარ გიტან. ხო, ერთნაირად შარვალი ერთნაირად. მე თვითონ ეს ყველაფერი უკვე მენტალობაშიც გადადის, აზროვნების სტილშიც გადადის, ხო? ნუ ეგ აი სიმახსენდება ხოლმე რომ მარიტას ვარიანტი, ხო? ალბათ მასას არც უყვარს. და სხვათა შორის ცუდია ეს ჩვენ მე ხშირად ვამჩნევ, განსხვავებულის ვერატანა. კი. ძალიან ხშირია თან ეგ რომ ინდივიდუალიზმის ვერატანა, ის ძალიან ცუდია, ჩემი აზრით. მეც გეთანხმებით. კი ბატონო, შემდეგი კითხვა, რაც მინდოდა რომ მეკითხა არის, გახსოვთ ჩვენ სანამ კამერებთან ჩავთვალეთ გითხარით ესეთი რაღაც, რომ ფილმი არსებობს მაყურებლის გასაგონად ვიტყვი, ბევრი მიხვდება, უბრალოდ სათაური არ მაქვს, ბევრი მახსოვრებს სათაურებს და არის ფილმი, სადაც კორესპონდენტია, ჟურნალისტი რაღაცა გაზეთის თუ რაღაცის მიდის ფოტოგრაფის მოსაძებნად. ამ ფოტოგრაფის ესე სტატია არაფერი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს კაცი დადის სადღაც, შონ პენი თამაშობს თავარ როლში, ფოტოგრაფის როლში და ბოლოს სადღაც მთის წვერზე მიაგნებს ამ ფოტოგრაფს და აი უნდა გადაიღოს რაღაც ყოველს უღებს თუ რაღაცას უნდა გადაიღოს და ეს კაცი ჩაწევს ამ ფოტოაპარატს და ეუბნება რომ არის მომენტები რომელიც არ უნდა გადაიღო. აი თქვენ შემთხვევაში მაინტერესებს ეს თუ ყოფილა და რა არის ეგ? დიახ, იცით ეს უფრო ყოფილა, ცოტა უფრო მე არ ვიცი რატო ჩაწია მან კამერა. კი არის რაღაცა რაც თავით უნდა დაიმახსოვრო. აი კადრი რაღაცა ვერ გადავიღე, თუნდაც რომ ვერ გადავიღე, მაგრამ თავს ყოველთვის ვიმშვიდებ, რომ აქ თავში ხომ აქვს. მაგრამ და მახსოვს მეხსიერებაში. თუმცა ყოფილა კი, როცა თავს უხერხულად გძნობ. ეს ნომენკითხა. როცა შენ მიგაჩნია რომ ძალიან არაეთიკურია რომ გადაიღო, მაგალითად ვიღაცის ტკივილი. თუმცა ფოტოგრაფიაში ის რომ გადასცეს მოსეს სხვისი ტკივილი, სხვისი პრობლემა, სხვას და რაღაცით იმასაკ და ეს ამნიშნელოვანია, მაგრამ არის მომენტი, როდესაც არ შეგიძლია გადაღება. როდესაც შეიძლება თავს ძალიან ცუდად გძნობ და მიგაჩნია რომ თუნდაც იცოდე რომ კარგი კადრია, შენი სინდისი არ გაძლევს იმის უფლებას, რომ მაშინ გადაიღო. ასეთი კი მქონია და რა ვიცი ნელია. ისიც მომენტიც მქონია, როდესაც ცრემლი არ გაძლევს უფლებას, რომ საშუალებას რომ გადაიღო. და მე მეჩნია რომ ჩემ დღევანდელი გადახადაც გული გწყვება ხო რაღაცებზე, მაგრამ მიმაჩნია რომ ეს სწორი იყო. რო არ გადაიღეთ. კი, რო არ გადაიღე. იქ ვიცით როგორი ის მომენტი იყო, რომ ეს კაცი ამბობდა რომ რაღაც ისეთი სილამაზე იყო. ხო, რომ არ გადაიღო. არ ვიცი რა. ალბათ მე ვერ ტოვებამდე იმ მომენტს, მაგრამ აი მე მქონია ისიც როგორი
რომ აი ახლა მას ვერ დააფიქსირებს ტელეფონი კამერა, კამერა ხო, და კი. უნდა ვუყურო. იცით ხანდახან მგონია ხოლმე რომ აი მთები როცა მთების სიდიადეს კამერა ვერ ვერ. გავსებს. მე ასე ვფიქრობ ხოლმე, არ ვიცი. ან იმდენად დიადია, იმდენად რაღაცა ძლიერი რაღაცა იმდენად რომ კი, თუ რომ ვფიქრობ ხოლმე რომ კამერა ძალიან ბევრი მინახავს ის ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ცხების და ვფიქრობ ხოლმე რომ რეალობა უფრო სხვა განცდა მოდის იქ. კი, ხო, ალბათ მოხმართ ხოლმე შეიძლება ვიდეოშიც რომ ვერ აფიქსირებს. ან მე მგონია რომ უბრალოდ ჩემი განცდა იმხელა არის რომ ვერ იღებს რა, მაგრამ უბრალოდ გიჭირავს და გითხინავ და იცით კი მესმის ეს არის რეალობის ასახვა, შეიძლება გადაიღო ის რეალობა რაც არის, მაგრამ ის განცდა რაც შენ გეუფლება როცა რეალობას უყურებ და მე ფოტოს არ ემთხვევა ერთმანეთს, ალბათ ეს არის მთავარი. ხო, განცდის და ეგრე აი თქვენ ამბობთ რომ შეიძლება წინასწარ სიუჟეტს არ დგავთ რაღაც, მაგრამ აი გიფიქრიათ რომ ეხა აი ამას რო შეხედავს რას იგრძნობს ადამიანი? აი ფოტო გადაიღეთ და რიგითი გვანცა უყურებს და აი ნეტა გვანცამ რა შეიძლება იგრძნოს. არასდროს არ გიფიქრიათ. იცით რა, მე ფოტოს ვიღებ პირველ რიგში ჩემთვის. თქვენთვის, ხო? კი. და აი ცოტა ის სასაცილო, მაგრამ მე მაგალითად იქ როდესაც ვარ გადასაღებ ადგილებში და იქ ჩავდივარ, ნებისმიერ სადაც მივდივარ, თავში მიდევს მარტო ის რა დროს გადავიღო, როგორ გადავიღო, ან როგორ გადავიღო, აი მაგალითად არის ყველაზე აქტიური დროები, როდესაც უნდა წავიდე და გადავიღო და ძალიან ბევრს დავდივარ, იცით, იქ როცა ჩავდივარ და თავში სულ ფიქრობ რა, აი ხო არა ხო არ ჯობია იქ, მე იქ მივდივარ, ვიღაც ველოდები უსმენ, ანუ თლიანად ამაზე ვფიქრობ და ამით კარგად გვცნობ თავს. ეს არ არის შეკვეთა რომ ვიღაცა მეუბნება და მე ვიღაცისთვის როცა ვიღებ და თავში 50% დამკვეთი მიზის. ეს არ არის. ეს არის პირველ რიგში ჩემთვის გადაღებული. და რაღაცა მოვლენები რო ხდება, წვიმა დაიწყება ძალიან კარგი, ან ნისლი, ან დავინახავ რაღაცა ხდება, შეთი და ეს მოწმევ ხდები, მე ძალიან მაბედნიერებს. და თუ მე ეს ფოტო განცასაც მოეწონება, მე ბედნიერი ვარ, მიხარია ნამდვილად. და სხვათა შორის საინტერესოა, იცით, დოკუმენტურ ფოტოგრაფია არის ობიექტური ერთი მხრივ, ხო? უნდა მოვალეობა ეს არის, რომ გადაიღო ობიექტური სინამდვილე რა. თუმცა ეს არ არის ბოლომდე ობიექტური, იმიტომ რომ არის რაღაცით სუბიექტურიც, რატომ იცით? ასეთი მოსაზრება არსებობს და მე ვეთანხმებ, რომ ნებისმიერ ფოტოში 50% არის მოვლენა, რეალობა რაც ხდება და 50% არის ფოტოგრაფი თვითონ. იმიტომ რომ თუ ერთი და იგივე ამბავს გადავიღებთ 10 ფოტოგრაფი, 10-ვიდან სხვა და იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია ჩემი დამოკიდებულება იმ რეალობის მიმართ, რომელსაც მე ვიღებ. ჩემი განცდა რა ემოცია მაქვს ჩადებული იმაში, ეს ფოტოზე აისახება ყოველთვის. არის ფოტო, ანუ ეს არის. მეორე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, არის ერთი ეს არის რაც რეალობა არსებობს, მე რაც გადავიღე და მესამე არის მნახველი. აი რას განიცდის მნახველი, ის რას ხედავს იქ. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. და როდესაც ადამიანები მეუბნებიან ხოლმე ჩემ ფოტოს ნახულობენ, რომ მე ეს დავინახეს და ხანდახან ისეთ რამეს მეუბნიან, რაც მე არც მიფიქრია და ეს ძალიან მაინტერესებს ხოლმე. აი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი რაღაცებს როცა ამბობენ, იმიტომ რომ იმ ადამიანს რაღაცა სხვა გრძნობები გაუჩნდა, სხვა განცდები გაუჩნდა და მიყვარს, როცა ასეთ რაღაცებს მეუბნებიან ხოლმე, რა თვითონ რა ნახეს, რა დაინახეს, რა ის გაუჩნდა, ძალიან საინტერესოა. კი, იმიტომ რომ მაინც ყოველს თავის ცნობიერზე თუ ქვეცნობიერზე შეიძლება რომ წაეთამაშოს ის რაღაცას რო შეხედავს, როცა შეგნებოდი. და თქვენ აი როდის ჩაგითვლი, როდის თვლით, რომ აი კარგი ფოტოა შედგა და აი კაი ფოტო გადავიღე. მე ცოტა ის არის ხოლმე აი როცა ამბობ ხო იცი რა მაგარი ფოტო გადავიღე, მე ვეტყვი ხოლმე როგორ ვშურშენი. მეგრე ვერ სუეჭვებში ვარ, სულ კმაყოფილების გზა მაქვს და სულ რაღაცებზე მწყდება გული, ავ იქ რატო ვერ მოვხვდი, იქ რატო ვერ გადავიღე. ამას მართლა გული მწყდება ძალიან ხოლმე, რომ აი
ვერ იქ რაღაცა ხდება მოვლენა და იქ ვერ ჩავედი, ვერ მოვახერხი, ეს ყველაფერი ბევრ რამესთან არის დაკავშირებული. და რა ვიცი, არის რაღაცა ფოტოები, რომელიც ხანდახან ამოტივტივდება და მომეწონება. მე რაღაცა, მაგრამ რაღაცა სულ მოყოფილ. ხო. ან თქვენ იმიტომ რომ ხართ მაქსიმალისტი ალბათ, თორე? ალბათ შეიძლება. არ ვიცი როგორ შეიძლება თქვენ ფოტოები არ მოსწონდეს ადამიანს. მართლობა. ხო, რაღაცა იმართლა ძალიან განსაკუთრებული ნისლი როგორ შეიძლება ადამიანს და ძალიან მიყვარს ის რომ არის ფოტო ორი ცხვარი რო დგას და მესამე პატარა რო შუაში ეკვეტება. ძალიან საყვარელი არის ეგ ფოტო და მომწონს. კი ბატონო, ასევე ხო, ну აი შეგვიძლია იდეაში ბოლოსკენ გავიდეთ და თქვენი ფოტოები რო ნახონ 200 წლის შემდეგ 300 წლის შემდეგ. რა სიფიქრებენ ადამიანები თქვენი ასეთ? რა შეგიძლია ეკნებათ? რა ეგ ერთი რა შეგიძლია ეკნებათ და მეორე რა რეალობას დაინახავენ საქართველოსას? საერთოდ მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფია არ არის მხოლოდ ხატრული, ესე რომ ვთქვათ, ის რაც შეიძლება ქსიამოვნებდეს, ლამაზი იყოს, მოგწონდეს, ეს არის ამბავი, რა თქმა უნდა, გარკვეულ რაღაცა მოვლენაზე, ადამიანებს იმაზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფია არის ისტორიის შემონახვის ერთ-ერთი კარგი საუკეთესო საშუალება. ყველაზე ობიექტურიც. მაგალითად დოკუმენტურ ფილმს კინოს თუ ავიღებთ, ხო, ძალიან სწრაფად ჩაგვიქროლებს თვალწინ და ცოტა გვიჭირს ბოლომდე აღქმა, მაგრამ თუ კი კადრს გავაჩერებთ, ну ისიც უკვე ფოტოა. აი თუ ჩვენ მაგალითად, თუნდაც უბრალოდ საოჯახო ალბომებში ჩავიხედავთ, სადაც ჩვენი წინაპრების ფოტოებია, თუნდაც ეს 10 წლის წინ იყოს და ჩვენც ვიყოთ, ნახეთ სულ სხვანაირად შევხედავთ იმას, იმ გარემოს, იმ ბევრ რაღაცა ჩანს იმათ გამომეტყველებაში, ჯდომაში და ძალიან კარგად შეგიძლია დაინახო ეპოქა. და მით უმეტესად 40-50 წლის წინ ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი. აი თითოეული დეტალი ძალიან კარგად გვიყვება იმ დროს, იმ ეპოქას, როგორები იყვნენ ადამიანები, როგორ რა ემოციები ქონდათ, ეს ძალიან კარგად ჩანს. აი მაგალითად სულ ამბობ ხოლმე, რომ ფიქრობ ხოლმე მე უფრო სწორად, ალექსანდრე როინიშვილი, დიდი ქართველი ფოტოგრაფი და არა მარტო ფოტოგრაფი, დიდი საზოგადო მოღვაწე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, მათ შექმნა მოძრავი მუზეუმი და დადიოდა. ალექსანდრე როინიშვილმა ის ფოტოებმა მოგზა საშუალება ჩვენ აღვადგინოთ, როგორი იყო იმდროინდელი თბილისი, იმდროინდელი საქართველო, ისტორიული ძეგლები, ტიპაჟები, მთელი გენოფონდი, მაგალითად ვაჭრები, თავადის ოჯახი, ბავშვები, ქალები, ასაკოვანი, ახალგაზრდები და მათ შორის საზოგადო მოღვაწეები. დიდი საზოგადო მოღვაწეები, ვინც ყავდა ჩვენ, სწორედ მათი პორტრეტებიც. აი რამხელა რამე შეუძლია ფოტოგრაფიას როგორც ისტორია, შემონახვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება. და რა ვიცი, ალბათ 100 წლის მერე ჩემ ფოტოებშიც შეიძლება ეს გამოჩნდეს. ეპოქა, დრო. და კიდევ ერთ რამეს ვიტყვით, რომ განსხვავებით იმ როინიშვილის პერიოდიდან, თან იმ პერიოდში, რაც ცოტა იყვნენ ფოტოგრაფები და ნაკლები ალბათ შესაძლებლობებიც, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფოტოგრაფია ძალიან გაადვილდა, ფოტოს გადაღება, იმიტომ რომ მართლაც ციფრული კამერებია და იოლი ხდება, ძალიან საინტერესო ხომ არის 100 წლის მერე რა დარჩება საქართველოდან. აი ფოტოგრაფიაში. რა ვიცი, ძირითადად ალბათ ქალაქები, ძირითადად უფრო ცნობილი ადამიანები და მე უფრო ნაკლებად ცნობილი ადამიანებს ვიღებ და რეგიონებში ბევრიც არ დაგვრჩება და იცით ამაზე ძალიან წყდება ხოლმე გული, რომ ვერ ვახერხებ, იმიტომ რომ როგორც ვამბობდი წეგან, ფოტოგრაფიის არ აქვს ხელშეწყობა საქართველოში. ვერ ვახერხებ, რომ გადავიღო გურია, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გულში მაქვს და სამეგრელო და ვიმოგზაურო იქ და ბევრი გადავიღო. იმიტომ რომ მართლა ეგრე არის ის წამი, რომელიც უნდა დააფიქსირო, ძალიან სწრაფად ქრება და მიდის. კი, და აქ მინდა რომ კომპანიებს, კერძო კომპანიებს თუ უყურებენ ამ ეპიზოდს, გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო პროექტებში შეგიძლია ჩაებათ უბრალოდ აი ამ ინტერესის გამოხატვით და მგონია რომ მაგარ საქმეს შეუწყობთ ხელს, ამიტომ გაფიქრდით კარგად. და აი, ახლა თან კიდევ ერთი კითხვა გამიშთა. რომ ამბობენ, რომ თქვენ რადგან ადამიანებს იღებთ, ქართველებს როგორი თვალები აქვთ? ანუ
რა იკითხება ზეითად ქართველის თვალში. ვიცი რომ ინდივიდუალური ადამიანს გააჩნია რა თქმა უნდა, მაგრამ აი როგორ ფიქრობთ ესე რომ აიღოთ აი ქართველის თვალში რა იკითხება. და თუ თვლით რომ თვალი სულისარკია, ესე რომ ამბობენ ხოლმე. კი, რა თქმა უნდა. საერთოდაც პორტრეტის გადაღების დროს არის წესი დაუწერელი წესი, რომ ფოკუს თვალზე ვასწორებთ, იმიტომ რომ თვალებია ძალიან მნიშვნელოვანი. ისე შემდეგ ხელები უკვე და რა ვიცი, ქართველებს როგორი თვალები აქვთ. მე მგონია ცოტა რაღაცა. რაც არ უნდა იღიმოთ და თვითონ რაღაცა სევდიანი თვალები გვყურებ და მე ძალიან მიყვარს ადამიანს რომ ესაურო თვალებში ყურება და ხო აი თითქოს რაღაცა სიცინის უკან და ღიმილიანი საკან ცოტა მეც ეგ თვალები მაქვს თითქოს რაღაცა წყლიანი და მეცინება ხოლმე და მაგას კითხო ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოგრაფისტვის თვალები აი პორტრეტს როცა იღებ ძალიან მნიშვნელოვანია. ხო აი ქონიათ ეგეთი შემთხვევა რომ გადაგიღიათ უყურებს თვალებში და აი რაღაც არ ვიცი დაგცრათ ან აი თვალზე ცრემლი მოგადგათ აი რაღაცა რომ თვალებში რაღაცა ქონიათ ეგეთი კი როგორ არა იცით აი პორტრეტის მე ბოლო ხანებში ადრეც ვიღებდი მე რაღაცა პერიოდი ახლა ჩემს სტუდიაში ვიღებ ხოლმე პორტრეტებს და იცით როგორ არის პორტრეტის გადაღება ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, კომპოზიცია იმის გარდა არის ის, რომ შენ ადამიანთან ახლოს მიხვიდე მასთან და ის გაიხსნას და იქცნოს, რომ მე ფოტოგრაფი კი არ ვარ, მე შენი მეგობარი ვარ, შენიანი ვარ. ეს აგრძნობენ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ბევრი მუშაობა უნდა ამას. ხო, ბევრი კი. რომ ნამდვილი სახე განახოს ხო ადამიანს. კი, რომ გენდოს. გენდოს, რომ ეს დაძაბულობა ეს მოიხსნას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, და მაინც აი პორტრეტი ძალიან საინტერესოა. კი, პორტრეტი ძალიან საინტერესოა და ისე შავ-თეთრი ფოტო თუ ფერადი ფოტო. თემას გააჩნია. მე როგორც ფირის თაობა, მე ფირზეც კი იყო პერიოდი, როცა ფერაძეც ვიღებდი, იმიტომ რომ შავ-თეთრი არის შოვებო და იმასაც ვაშავ-თეთრებდი. ბოლო პერიოდი კი არა, ბოლო ალბათ 10-15 წელი ფერი მაქვს, უფრო წამყვანი ჩემთან, თუმცა არის რაღაცები, რასაც შავ-თეთრი. ანუ თემა რას მოითხოვს აქ არის მნიშვნელოვანი. თუმცა ერთ რამესაც ვიტყვი, რომ ჩემი აზრით შედეგის მიღწევა ფერში უფრო რთულია ვიდრე შავ-თეთრში. აი პორტრეტებში მე მაგალითად შავ-თეთრი ძალიან უფრო მეტად მომწონს თითქოს, იმიტომ რომ რაღაცა სიღრმეში ჩადის კიდე უფრო თითქოს შავ-თეთრი ფერი. ან მეტი ფანტაზიის უნარი მეძლევა, რომ მეც წარმოვიდგინე, არ ვიცი, მაგრამ ეს უფრო თითქოს მომხიბვლელია რა თქმა უნდა. დიახ, იცით როგორ არის, ადამიანებს ძალიან უყვართ შავ-თეთრი ფოტოგრაფია, მეც მიყვარს რა თქმა უნდა. კარგი შავ-თეთრი ფოტოგრაფია. რატომ იცით, რატო იზიდავთ ჩემი აზრით? იმიტომ რომ ჩვენ სამყაროს ხედავთ ფერადს და შავ-თეთრი ჩვენი თვალისთვის არის უჩვეულო. და რაღაც უცხო. მერეც ფერადში წინ მოდის ფერი. და თუ ამ ფერში როცა თვალში პირველ რიგში ფერი გეცემა, შენ იმას მიაღწევ შედეგს, რომ გადმოსცეს ემოცია და ეს უკვე ძალიან კარგია. მაგრამ შავ-თეთრი უკვე რაღაცი დრამატულია უკვე თვითონაც. აი მე მაგალითად ესეთი ის ჩამიტარებია ექსპერიმენტივით, აი არის ფოტო, რომელიც ფერადია და მე არ მომწ. ანუ მივხვდი რომ ჩემი იმიდა რაღაც ამ ფოტოს არსად არ იმასვია, მაგრამ მე გავაშავ-თეთრე და მოჩინო კარგია. ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე. ახლა ეს მარტივად ვამბობ რაღაცას, თორემ მართლა ეგრე ვარ. თავარია აი ამის შინაარსი რა არის თემატურად როგორ უხდება შავ-თეთრი თუ ფერად. და კიდე ხარ დაგყალეთ კიდე. ეთნიკურ უმცირესობებთან იყავით, რატო გადაწყვეტατε რომ ჩასულიყავით და გადაგიღოთ? დიახ, თქვენ გულისხმობთ დუხობორებს თუ აზერბაიჯანის სხვადასხვას, კი. იცით რა შეესაქმე? მე მიმაჩნია რომ კულტურული მრავალფეროვნება არის ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე. და მე ვფიქრობ, რომ მათაც ჭირდებათ ყურადღება, მათაც ჭირდებათ მათი ცხოვრების წესი. ჩვენ ხო ბევრ რაღაცას მე ამ მეზობლებისგან, ერთმანეთისგან მიიღებთ, ჩვენც ვდიდრდებით, ისინიც ვდიდრდებიან, ასე რომ ვთქვათ. და ვფიქრობ, რომ მათი ცხოვრება არის ძალიან საინტერესო. იმიტომ რომ ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, როგორ ცხოვრობენ. სხვათა შორის დუხობორების მე 2013 წელს ჩავედი, დავიწყე მათთან მუშაობა და მე როცა
ნელ-ნელა ქვეყნდებოდა სადღაც ხას ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხებოდა რომ პირველად გაიგეს დუხობორების შესახებ რომ ჩვენ ქვეყანაში ცხოვრობენ მათ 8 სოფელი ქონდათ და მათ შორის ბოგდანოკა დღევანდელი ნინოწმინდაც მათი დაარსებულია მათი ამ სოფლებში უმრავლესობა კი არა თვითონ იყვნენ მარტო ის ცხოვრობდნენ გორელოკა ეფრემოკა დუხობორების დაარსებულია და ხო საინტერესოა რომ პატარა ქვეყანაში შეიძლება ცხოვრობს თემი რომელიც არსებობის შესახებ შენ არ იცი ძალიან საინტერესო რომელსაც აქვს ძალიან საინტერესო თავიანთი ცხოვრების წესი და მე დიდხანს ვიყავი მათთან და ახლაც ბოლო პერიოდში არ ჩავსვლა, მაგრამ ძალიან ხშირად ჩავდივარ ხოლმე. რა აქვს ცხოვრების წესი, რას გულისხმობთ? დუხობორები არის რელიგიური დაჯგუფება, ისინი არიან ქრისტიანები, თუმცა არ ცნობენ ეკლესიას, მღვდელს, ჯვარს, ხაც ამბობენ რომ ეს მხოლოდ ატრიბუტებია, მთავარია რწმენა გქონდეს სულში. აქედან გამომდინარე მათ აქვთ თავიანთი ფსალმუნები, რომლებსაც მაგალითად როდესაც არის მიცვალებული, კითხულობენ, ან როდესაც არის რამე დღესასწაული, იგივე დღესასწაულები რაც ჩვენ გვაქვს, ჩვეულებრივ და ამავე დროს კვირაობით იკრიბებიან სამლოცველო სახლში და იქ კითხულობენ. და ესე აი თქვით რაღაც ყოველდღიური ცხოვრების წესი ჩვეულებრივი აქვს თუ აი რაღაც არ ვიცი შეზღუდვები აქვს ქალების არა ქალები არიან ძალიან თავისუფალი კი არა მათ ყავდათ კალმაკოვა თავიანთი სულიერი ლიდერი ერთ-ერთი ქალი რომელიც ძალიან დიდ პატივს ცემენ და ქალების უფლებები ყოველთვის დაცული იყო და პირიქით რა მაგარია რომ აი რა იცით ეგეთი მიმღებლობაც საქართველოს ქვეყანაში ხო გვიჭირს საერთოდ მიმღებლობა და თქვენ პირიქით ჩადიხართ და იქ მათთან ცხოვრობთ და ესე ეცნობით და ჩვენც გვაცნობთ ცხოვრებას. მადლობა მაგისთვის და სულ ბოლო კითხვა თქვენი აზრით კარგი ფოტოს გადაღება ყველა შეუძლია? რა ვიცი, ყველას კარგი, კვერცხი შეწვას არ შეუძლია ყველას კარგად და მე ფოტოგრაფ აი განსაკუთრებული ხედვა თუ აი რა ჭირდება რომ თქვათ რაღაცა კარგი კამერა გასაგებია გადავდოთ. კი, კამერა მართლა კი რაღაც მომენტში მნიშვნელოვანია, მაგრამ შეიძლება საერთოდ ასანთის კოლოფით გადაიღო, ეგრე აკეთებენ სხვათა შორის მშვენიერ კამიმებს ფირჩადებენ, პატარა ნახრეთი კეთდება და იღებ ფოტოებს იმითაც. იცით როგორ არის ეს კითხვები მე ჩემ მოსწავლეებს მეკითხებიან ხოლმე. რა არის იმისთვის რომ კარგი ფოტოგრაფი გახდე? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა იცოდე ფოტოგრაფია. ანუ ფოტოგრაფიას გულისხმობ ისტორია. რა გზა გაიარა ფოტოგრაფიამ, რა ხდებოდა, რა ცვლილებები, ვინ არიან ფოტოგრაფები, ვინ რა კვალი დატოვა ფოტოგრაფებმა. მეორეც, იცით, უნდა იყოს ცნობის მოყვარე. ცნობის მოყვარება თუ არა გაქვს, ну, რა ვიცი. მაშინ არ ხო ცნობის მოყვარეობა, შრომის მოყვარეობა, თუ დოკუმენტურ ფოტოგრაფიაში მითხარ, ამტანლობა, გარემოსი, სიცივე, სიცხე, ну ეს არ უნდა გქონდეს და რა თქმა უნდა განათლებას ვამბობ მე ზოგადად იცით, იმიტომ რომ უნდა ბევრს კითხულობდე, ბევრს უყურებდე, ბევრს ათვალიერებდე მართლაც ამ ფოტოგრაფიების შემოქმედას ფილმი და საერთოდ ეს ყველაფერი შთაგონებისთვის რომ მოდიოდეს შენ ისე ფოტოგრაფიაში არის ესეთი ისიც ხოლმე დავარა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია, ფოტო თუ იდეა. და რა თქმა უნდა იდეა. და ამ იდეები რომ კონტეს და გაგიჩნდეს, კარგად უნდა იცნობდე ცხოვრებას. მე ცოტა მეცნობა ხოლმე და იდეების უმომდის ხოლმე და ამაში ვამბობ ხოლმე რომ მეხმარება ის რომ მაგალითად სოციალურ ქსელში Facebook-ზე არსებობს ძალიან ბევრი ჯგუფები, ყველა რაიონის, რეგიონის და სოფლის და მე მგონი ყველა გამოწერილი მაქვს და სულ კითხულობ და იქიდან ისეთ ამბებს ვიგებ ხოლმე, საოცარ ამბებს, ხან ვიღაცისთვის უმნიშვნელოვანეს, მაგრამ რაღაცით უცებდები რომ ძალიან კარგი რაღაცები ხდება. ხო, ეს და ეს მუდმივი ის მაქვს. სწრაფა იქითკენ, მაგრამ მუდმივად ვერ მივდივარ სამწუხაროდ ეგ არის. კარგად იცოდეთ ცხოვრებას, მაგას გულისხმობთ, რომ
იცოდეთ სადღაც რეგიონებში, სადღაც ქალაქებში რა ხდება, დიახ, რა თქმა უნდა, ანუ იპოვო შენი თავი, ანუ შენი სათქმელი იპოვო, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ის რომ ვიღაცა წავიდა, მაგას ნახე წავიდა იქ აჭარაში დადის და ნისლებს იღებს, მარტო ნისლები არ არის, ხო? უნდა იცო, მართლა გინდა თუ უბრალოდ არ გინდა, თუ უფრო შეიძლება საინტერესო თემა. აი, შენი რა არის ეს მოძებნო, შენი სათქმელი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რაღაც მგონია რომ ჩემსაც დავამატებ რაღაცნაირი მრავალფეროვანი შინაგანი სამყარო უნდა კონდეს ფოტოგრაფს, რომ დაიჭიროს ჩვენთვის ჩვეულებრივ ადამიანებთან, მაგრამ რაღაც დაუჭერელი წამი, ესე მგონია რაღაცა იქ სხვანაირად, როგორც აი ხატო არ შეიძლება დახატოს ის, რასაც მე ვერასდროს და ალბათ ეგრე არის, ხო? დიახ, გეთანხმებით. მადლობა ძალიან დიდი, საინტერესო იყო ჩემთვის თქვენი გაცნობა კიდევ ერთხელ. გისურვებთ ბევრ წარმატებას და ასევე მაყურებელს ვუთხრათ, რომ თქვენი გამოფენა არის, მაგას ინფორმაცია მივაწოდოთ, ვისაც აქვს სურვილი, ალბათ ბევრმა იცის, მაგრამ მაინც. დიახ, არის ხელოვნების მუზეუმში, ქართული ხელოვნების მუზეუმში და გაგრძელდება, გაიხსნა 6 დეკემბერს და გაგრძელდება იანვრის ბოლომდე, შესვლა უფასოა და რაც მეტი სტუმარი მოვა და ნახავს უფრო გამეხარდება. მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. ჩემ მაყურებელს ვეტყვი, რომ თუ მოგეწონებათ ეს ვიდეო, დალაიქეთ და თუ პირველად უყურებთ ცოდნის მოყურე პოდკასტს, გამოიწერეთ არხი YouTube-ზე. მადლობა.